რა არის მე GPT-ს გავწურე საკმაოდ კარგად და რაღაცები კი დავიჭირე ან თვითონ feature engineering-ის თემაში დავიჭირე უფრო რა თვითონ GPT-მ დაიჭირა უფრო სწორად რა ან დაში გეგმა მქონდა რომ რაღაცა თვითონ მოიფიქრებინა ედა რა მაგრამ მე ედას გარდა კიდე think outside the box-ი მივეცი ანუ რაღაც უფრო დეტალურად ფიქრეთ ხოდა კარგად იმას ქნა რა ქვია ანუ როგორც სიგნალები ისე აღიქვა და მოკლე FFT-ები მოსდო და ასე შემდეგ რა და მაგით დაიჭირა კიდე მაგნიტუდები და ასე შემდეგ და მაგნიტუდური ანალიზი გაუკეთა მოკლედ და короче რაღაც უცნაური რაღაცები გამიკეთა მოკლედ რა და პატარა unit-ი გაწვრთენიო და loss დააკვირდიო რომ channel-ზე როგორ მოქმედებსო რა data loader-შიო რა და მაგიდან ვიხვდები კიდე რაღაცეებს. короче, რაღაც იმენა GPT-ით იწურება ეს ამოცანა რა. რომელი ფორკასტერები ჩვენ ვართ და როგორ ანუ data მე იმენა ვერ მივხვდი როგორია რა. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ხო, სანამ მაგაზე მივალ, სანამ მივალ feature engineering-ამდე ჯერ ხო data EDA არის საჭირო ხო და კი, EDA-ია საჭირო. მოდი მაგაზე მოდი კითხები და ჯერ ამოცანა რა არის? როგორ უყურებთ ამ ამოცანას? ანუ რა რისი ამოცანა არის ეს? სეგმენტაციის ამოცანა არის. ხო, image level კლასიფიკაციაც არის, რომელიც ითვლება სხვანაირად, მაგრამ დღის ბოლოს მაინც თავარი არის სეგმენტაცია. unit-ი ვის გახსოვთ? აბა რა როგორი მოდელია unit-ი? რატო არის სეგმენტაციაში? ანუ unit-ზე მითხარით ორი სიტყვა როგორი მოდელია? გეგენავა? encoder decoder მოდელია და ნუ ჩაყავს დაბალგანზომილებაზე და სიგრძეში შლის და მერე ნუ კანაბრუნებს და ნუ კონვოლუციები არის თითოეულ layer-ზე, ქვემოთ bottleneck-ია და იგივე განზომილებაა bottleneck-ი რაც საწყეში input-ი, უბრალოდ სიგრძეშია დაფრთხილებული და ნუ მაქედან ხდება მერე მთლიანი ანუ იდეა თვითონ unit-ის ეგ არის, რომ დაბალგანზომილებაზე bottleneck-ში რო ჩადის, მან დიჭერს რა მთავარ იმას feature-ების. Okay, კითხვა არის ეგეთი, რომ ანუ რაც encoder decoder transformer-ში როგორ არის, ხო? ბოლო encoder-ი რაც თავდება, ის გადადის მერე ამ decoder-ებში, ხო? შედის იქ encoder decoder იმაში. attention-ში. unit-ში როგორ არის ეგ ამბავი? იგივეა, ხო? არ არის იგივე. ხო, აბა როგორ არის? აქ ცვლიან პირველი encoder-ი ბოლო decoder-თან და მეორე encoder-ი ბოლოდან მეორე პირველი ბოლო, okay. ხო. და ისე თვლიან მაგას რა ქვია? cross ზუსტი ტერმინი? რაღაცნაირი connection-ები ქვია მაგას. skip connection. residual ხო რაღაც იდეა არის რომ residual connection. ხო, residual connection skip არის ხო რა, ანუ რაც იდეა არის. შეხადავენ რაზე ვსაუბრობთ? unit-ზე ვიქნებოდი არქიტექტურაზე რომ დავწმუნდე რომ ესმით unit-ი როგორ რა არის. Okay, კაი. ხო მოდი ორი სტუთ რაღაცებს ვიტყვი და მე გადავდეთ. ანუ აქ რაღაცები უწერიათ, metadata გაქვს, ანუ გაქვს ფოტოების ჩენელები და გაქვს metadata. ფოტოების ჩენელები გამოიყურება ასე, ანუ ჩვეულებრივ არის ორგანიზებულებელი 16 სხვადასხვა ჩენელი გაქვს, რომელიც თითოეული რაღაცის აღნიშნულია რა, რაღაც თითოეული ეს რაღაც პიქსელი ამის რაღაცას ნიშნავს, არ ვიცი, აზრი არ აქვს ჩემთვის ეს. ამ თემებზე რომ თვითონ უწერიათ რომ არ ჩაიხედოთ ძალიან ამის შიდა სამზარეულოში და არ გაერკვეთ ზუსტად რას ნიშნავს თითოეული, იმიტომ ხო დატის სახელი ხო გეტყვით რომ ეს არ არის forecasting გამოცანის თელი მუღამი, ამის მუღამი რომ at home task-ია და მოდელირებაში და სხვა რაღაცებში რო გაერკვეთ. თავარი რაღაც რაც ჩემს დასაჭერი იყო აი ეს წინადება შიგნით რა. აი ეს არის Some additional samples may include transmission issues. For example, certain special channels might be deliberately missing. That's area. Missing or corrupted. ეს ვინ გამოიკვლია რას ნიშნავს? აი ვინ მეტყვის სანამ მეტყვი ნიკა და მე გიგი როგორ მიპასუხეთ იცი? თუ missing არის, როგორ ჩანს რომ missing არის და თუ corrupted არის, როგორ არის corrupted. და რაღაც ანუ ყოველ ზერდეგივე ჩენელია, სხვადასხვა ჩენელია, შენ როგორ ხვდები რომელი ჩენელია missing and corrupted? კაი, ნიკა, შენ იყავი პირველი, მოგესმენთ.
ნუ მე 16 არხიან ინფრაწითელ ჩანელების დაფლოთვა ჩემი აზრით აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ საშუალო რომ დამეთვალა კარგი რეპრეზენტაცია არ იქნებოდა 16 არხიანს, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე რომ დამეფლოთა, არც მაგას იქნებოდა აზრი. მაგრამ პირველი 3 არხი დავფლოთე, რომელიც RGB არხებს შევასაბამე და რა თქმა უნდა, სატელიტიდან გადაღებული ფოტოს მაგვარი ილუსტრაცია მივიღე. მაგრამ შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრი მათგანი ცარიელი იყო და არც 128 პიქსელიანი ცარიელში რა იგულისხმება? ჩარეელში იგულისხმება 0.0 პიქსელის ვალიუები. ოკეი. და მაგით ეგ რა თქმა უნდა missing data არის ახლა. Corrupted data არ შემჩნევია, რაც მე ვნახე. ნუ შეიძლება ძალიან blurry იყო. ეს missing-ები ტრეინინგში იყო თუ ტესტში იყო? ტრეინინგში იყო, ტესტში არ გადამიმოწმებია, მაგრამ ალბათ არ იქნებოდა. მე თუ სწორად მახსოვს, ესოდ ისე ჩათლახურად ისექნეს, რომ არც ერთი თუ სწორად მახსოვს, შევა მეშლება, ქვემოთ მიწერია შევხედავ. თუ სწორად მახსოვს, რომ ტრეინინგში ვაფშე არც ერთი არ იყო missing-ი და ტესტში იყო missing-ები. corrupted-ები იყო. მე სწორად მახსოვს და ჩავხედე, შევაფწები ეს სამტესტება დაიგიდეთ. კაი, corrupted-ი არ შეგიმჩნევა ესე იგი ნიკა. ვინმე შეამჩნია corrupted-ი? corrupted არა და მეც იმით თქვა მინდოდა რაც ნიკამ პირველი 3 და შემდეგი 3 დაუკლოდე და ზოგჯერ რა იყო პროსტა რომ პიქსელების პიქსელებს რომ ტაბულარულ დატა შეგეხედათ და პროსტა სტატისტიკები კი უბრალოდ დაპლოტვით მაინც უფრო ვიზუალურად უკეთ ჩანდა ფალში ხო მაგრამ ოკეი კაი მაგრამ ტესტში და ტრეინინგში ქონდა 1000 რაღაცა ხო და თან რანდომზე 128-ზე ითვლიდი თუ 240-ზე ითვლიდი თუ ორივეზე ითვლიდი აქ ორი ჩენელი ორივეზე ვცადე ცალ-ცალკე და ანუ ზოგადად რანდომად სემპლავდი თუ ხო რანდომად ცალ-ცალკე და ოკეი მაგრამ მან თუ არის შანსი რომ რაღაც ვერ შეამჩნიონ მათემატიკურად რაღაცა დაგეწერა ხო რაღაცნაირად გაკეთებინა კაი გეგენება გისმენება ხო მე კონკრეტული ჩანელებისთვის ვნახე რომელი იქნებოდა უფრო corrupted და ანუ რომელ მონაცემებში იქნებოდა და ვიტყვი ახლავე მოიცა დავჩეკავ ოკეი ანუ violin plot-ი დავჩეკე rain-ი და no rain-ისთვის რა და ანუ მედიანა თუ ძალიან მარცხნივ იყო და აი მე outlier-ები მოდიოდა აი box plot-ი რო გაანალიზოთ და აი სადაც პირველი percentile მიდის და მე აი outlier-ები რო არის ანუ ძალიან გადახრილი თუ იქნებოდა და ძალიან ვიდეოდა მაშინ იქნებოდა outlier-ი და იყო რამე outlier-ი? კი, პირველ 6 ჩანელში იყო ძალიან outlier-ები, როცა შევამოწმე და აი 7-დან 16 ჩანელამდე ერთადერთი რომელსაც ქონა outlier-ი იყო მე-10 ჩანელი. და მაგიტო გამიჩნდა კითხვა, რომ შეიძლება ყველაზე ცუდი ჩანელი იყოს მე-10. იმიტომ რომ აი ზედმეტად გრძელი outlier-ი იყო, მე თუ ფოტოსაც ჩავაგდებ თუ გინდათ violin plot-ების და ნუ აი ამ მე-7-დან 16 ჩანელამდე მედიანა თითოეული მონაცემის იყო ზუსტად შუაში. და იმ შემთხვევაში შუაში არ იყო, იმენა მარცხნივ იყო რა და მაგიტო გამიჩნდა ეგეთი მოსაზრება, რომ მედიანა მარცხნივ იყო. ანუ მარცხნივ იცი როგორ, აი მარცხნივ მედიანა ყოველთვის შუაში არ არის კაცო? ხო, ანუ შუაში არის რეალურად outlier-ები. ხო, მაგრამ აი outlier-ები გრძელდებოდა მერე რა, აი დისტრიბუციაში თვითონ. და აი რა violin plot-ი რო წარმოიდგინოთ, ძალიან შორს იყო მერე რა outlier-ი წასული პირველი 6 ჩანელისთვის. ოკეი. აი, ანუ საბოლოო ჯამში corrupted, ანუ რამე კონკრეტული value იპოვე რა იყო corrupted-ი? და ანუ ნახე რატო გეკითხებდი რომ იპოვე ერთია, მაგრამ რა უნდა უყო, ანუ შენმა ნაპოვნის გზამ რამენად გიკარნახა როგორ უნდა დაფიქსო ეგ რაღაცა? ნაწილობრივ კი, ანუ outlier-ებში მე ის არ ვიგულისხმე, რომ იმენა კონკრეტულად კორუფცირებული იყო, შეიძლება მანდ ისიც იყოს, ანუ გაფუჭებული ან ნულიანი დატა, როგორც ვახსენეთ. მაგრამ მე თვითონ იმას ვიძახი, რომ ეგ outlier-ების მოშორება თუნდაც უკვე ის იქნება იდეა, რომ რაღაცნაირად დავფიქსოთ. ან თუნდაც outlier-ი არა და პირდაპირ feature-ს. მაგრამ კაი, თქვათ გადააგდე და ტესტში რომ მოგივიდეს ეგეთი outlier-ი ინფერენსზე მაგაზე პასუხი ხო უეჭველი უნდა თქვა, მაშინ რას იზამ, ანუ თუ ტრენინგში ეგეთი გადააგდე, იქ რას უკეთებ? მაშინ ტრეინში რა მინი და ის მქონდა დათვლილი STD მაგის მიხედვით გავაკეთებ ზუსტად ტესტში ანუ რეალურად ნორმალიზებას უზამდი? ხო, ზუსტად. მაგრამ ნორმალიზებულისაც არის დატა, იმიტომ რომ აქ რო ნახო ეს დატა რითიც გააკეთეს, არის აი პრეფიარი გამოიძახეს ამაზე და ის პრეფიარ მეთოდი. ხო და ანუ რეალურად ესეთი გამოიძახეს მაგაზე და აქ ნორმალიზებული არის ისედაც რაღაც მეორეჯერ ნორმალიზება. ხო არა, მეორეჯერ ნორმალიზება არა, მაგრამ ზუსტად იმ STD-ს და მის ვიხმარ, რომელიც ვიხმარე ტრეინში. ანუ რეალურად მაგრამ რაში იყერებ მაგ STD-ს და იმას უკვე ნორმალიზებულია? outlier-ი რო ნახო თითოეულ ჩანელზე. რა რო ნახო? outlier-ი.
ხო გაუთლერი ნახე, მაგრამ მე რას უზამან ინფერენცია უნდა უპასუხო. და რას უზამ მე მაგ აუთლაიერს? ნახე, მინდა რომ პასუხი მითხრა, ანუ როგორ თქვა, ანუ არ ვამბობ რომ ეგ შენი მეთოდი არასწორია, მაგრამ ანუ ეგ მეთოდი რაში ითარგმნება, რომ ინფერენსი რომ გინდა რომ გააკეთო, როგორ გააკეთებ მითხარი. ანუ კაი, თქვა ნახე რომ აუთლაიერებია რა. გაიგე რომ რაზეც ეხა ტესტში არის აუთლაიერი. ტრენინგში გადააგდე ეგ აუთლაიერები და იდეალურ დატაზე დაატრენინგე. ტესტში შეგხვდა აუთლაიერი, რას აკეთებ მე? როგორ ანუ მაინც აფრედიქტებ მაგ აუთლაიერზე, აუთლაიერს რაღაცა ამ დატას შეცვლი რაღაცნაირად და ისე გააკეთებ ინფუტად, სხვა ინფუტ შეუშვებ, რას იზამ? ხო, ტესტი არ ამოვაგდო ეგ აუთლაიერები, ალბათ არ ეს ვერ ამოვაგდებ. ხო, ეხლა ვერ ამოვაგდებ. ეხლა რა იქაც ხო ეხლა ბაეშობა იქაც ხო არ დასკიფავ, ვერ დასკიფავ. მაგრამ მეორე ვარიანტია საერთოდ არაფერი რო არ ქნა. ან უბრალოდ კიდე ერთი ვარიანტი მოვაფიქრდა, მაგით გავაკეთე feature selection-ი, რამე რეგულარიზაცია რო იხმარო, ეგეც კაი ვარიანტია, L1-იანი რო L2. feature selection-ი, რისი feature selection? feature-ების თვითონ channel-ების მიხედვით. channel-ებზე ანუ ყველა channel-ს არ იყენებ? ანუ ტრენინგისთვის ზოგი channel-ის ამოგდება შეიძლება კაი ვარიანტი იყოს მე ესე. ოკეი. მაგაზე არ მიფიქრია, ხო? რის ხედავთ არჩე რომ მოსამოვაგდებდი? ესეთი ანუ ორი ტრიკით გავაკეთე. ერთი იყო რომ ანუ თითოეულზე გავუშვი ეპოქა და ერთ იმას ამოვაგდებდი და დანარჩენებზე ვუშვებდი რა. ეს ერთი ვარიანტი რომელითაც ვქენი. შეიძლება რო არ დაჭირდა მაგას ოლიმპიადაზე მაგას ძალიან მალე ქნა. და მეორე ვარიანტი რაც ვქენი, მეორე ვარიანტი იყო რომ რეგულარიზაცია ვიხმარე და რეგულარიზაცია ყველაზე მეტად რომელ weight-ებსაც დააბერავა. რომელი L1 თუ L2? L1-იც ვიხმარე და L2-იც. ნუ L1-ის შემთხვევაში გაანულებდა წონებს და მაგით ვერ მივხვდებოდი რომელი იყო რომელზე უკეთესი. და L2 რო ვიხმარე, კაი იმიტომ იყო რომ პირდაპირ მნიშვნელობას ანუ raw scores მივიღებდი, იმიტომ რომ ნულს არ ანიჭებს რა და სპარსი არ არის და ანუ პირდაპირ რანკები დავწერე feature-ების. ნულს არ აკეთებს, მოდი ჯერ ეგ თქვა, ზუსტად ნულს არ აკეთებს. L1 რეგულარიზაცია ნულისკენ მიისაბამს და კაკრას მაგიტოა, მიქა შენ შეიძლება შემისწორო, მაგრამ ჩემი გააზრებით L1 უნდა ქნა მაგ დროს, იმიტომ რომ feature selection-ის დროს L2 ანუ L1 არის კაკრასის, რომელიც არ გჭირდება იმას ანულებს, ამიტომაც L1-ს იყენებენ ყველაზე ხშირად. ხო, მაგრამ ანუ ცოტა სხვა რამე ვთქვი, კი, L1 ძალიან კარგი იქნება იმ შემთხვევაში, რომ მიხვდე რომელს გაანულებს, ანუ რომელი არ გჭირდება, მაგრამ ნუ პირდაპირ რომ მიხვდე რომელი feature-ი, რომელ feature-ს ჯობია, L2 ვიხმარე რომ არ გაანულებს და პირდაპირ scores მივიღებ რა, ანუ L1 არც ანულებს, ზუსტად არც ერთს არ ანულებს, ანუ მარტო იმას ანულებს, რომელიც არ გაწყობდა და განჩემს ისევ იგივე სიმაღლე დაალაგებს. ისკენ მისწრაფის ხო მივხვდი. გასაგებია, ოკეი. ოკეი. აი არ არის ეხა, ნახე, არ გაკრიტიკებ ეხა მინდა რომ ერთად ვიმჯობო და რაღაც იდეები წამოვიდეს რა, ეხა რაღაცები სწორი რაღაცები ლაპარაკე, რაღაცები ნახეთ რომ არც ეს სწორი ლაპარაკი, ანუ ეგ ამოღარ. აი, იდე ვინ რაცადეთ, აბა მომიყევით მოდელირებაში არა, დატის გამოკვლევაში. და აი ხორათი L1-ს მიყავს, შოთა წეს ნულისკენ მიყავს და მეც მაგას რომ L1 ნულისკენ მიყავს და კაკრას მაგით ყველაზე კარგი feature selection-ში. L2 ნულისკენ მიყავს, მაგრამ ნულამდე არ შეერჩათ, ხო? არც ერთი არ შედის ნულამდე, ხო ზუსტად. ხო. რას ამბობდი იგი? ხო, მე data-ზე უფრო მოდელს ვფიქრობდი, რომ იყოს საჭირო და მოდელი მაგ ძალიან ჩახლართულ დახვეწილი მგონი და data-ზე ბევრი მეტი განსაკუთრებული არ მიქნია ხარ. აი, მარტივად გეტყვი, მოდელის დახვეწაში loss ფუნქციაზე რამე იდარდე? loss ფუნქცია შეცვალე? loss ფუნქცია მაგის contour loss-ი, dice loss-ი და ხო, ეს ორი loss-ი მიქ. აქ რა loss-ები აქვს აქ? BCA loss-ი და dice loss-ი. შე რომელი აქვს? BCA loss-ი, dice loss-ი და contour loss-ი. Contour loss-ი რატო დაამატე? იმ ლექციაზე ის რაღაც რო ჩაატარეს EOIC-ის იქ იმან თქვა ჰინტად რომ contour loss-ი გამოიყენეთ და დავამატე მე. ჩემით არ მომაფიქრდა და არც LLM-მა მომაფიქრა. ოკეი. ხო, ეგ რატო დაამატე? ლოგიკა რა არის, რატო ამატებ რო რაქნას? contour loss-ი რომ უკეთესად გამოიჭრა, ანუ ძალიან უცნაური ფორმები ქონდა რა, სადაც წვიმა იყო და არა და მაგის გამო იმ კონტურით უკეთ რო გამოიჭიროს ეგ. ოკეი. ეგ დეტალი. ხო მე ასე გავიაზრე. ის რომ მხოლოდ 3% პიქსელების იყო წვიმიანი, ეგ რაში გამოიყენე? რომ ძალიან დაუბალანსებელი მონაცემებია. ხო, ეგ კი, მაგრამ მგონი 3%-ზე მეტი არის ზოგან წვიმა. თლიანი დატაზია, ანუ თლიანი დატი 3%-ია.
ძალიან დატას პიქსელები რო შეკრიბო და ის გააკეთო 3% გამოგიო. საშუალოდ დიფიქრე თუ გინდა რა. ან ამიტომაც არ მოგივიდე იქნებ focal loss-ი გამოგეყენებინა. focal loss-ი როგორც მახსოვს ამაზე არა რადარზე ვცადე, ხო, ამაზე არ მიცდია focal-ი. ან BC რო ჩაგენაცვლებინა რა ფაქტობრივად. ო, ეგ არ მიფიქრია. მაგრამ კაი იქნებოდა წესით, მაგრამ focal loss რატო ამომაცით რო ნახე? ესეთი გაწყვეტილება უნდა მიიღო როგორ რაღაცეებზე, ეს ანუ რაღაც ინფორმაციები ეგრევე უნდა შეიწოვო და თავში სულ გახსოვდეს რა. პირდაპირ გეუბნებია რომ დაუბალანსებელი მონაცემებია. იცი რომ რაც არ უნდა მაგარი მოიფიქრო, ეს თუ არ დაამატე, არ იმუშავებს, იმიტომ რომ ცალსახად დაუბალანსებელია და შენ რაც არ უნდა მაგარი რაღაცები გააკეთო სხვა კომპონენტებში, ეს უნდა გაითვალისწინო, რომ რაღაც ინფორმაციები არის, რაც ეგრევე როგორც კი წაიკითხავთ, ეგრევე უნდა იცოდე რომ რასაც არ გააკეთებთ, ესენი იქ უნდა იყოს აუცილებლად. ერთ-ერთი რომ დაუბალანსებელი მონაცემებია. ეგ არის. მეორე იყო რომ პირდაპირ გითხეს რომ corrupted data არისო, დაჟე გამოკვლევაც არ გინდოდა. ამიტომაც სანამ მოდელამდე გადახტებით, ცალსახად უკვე ჩანს რომ დატაშია ძალიან ბევრი სამუშაო. ხდებით? ანუ ესეც ანუ ამას ვამბობ რომ ამოცანას რომ მე ვკითხულობ, ჩემ თავში რა ხდება მაგას გიყვებით რა. რო წავიდე რომ corrupted არის, ესე იგი მომიწევს რომ ბევრი დატაზე გავაკეთო რაღაც კარგი feature engineering გავაკეთო და კარგი cleaning გავაკეთო cleansing-ი. და ვიცი რომ დაუბალანსებელი მონაცემები და მოდელირების ნაწილშიც მომიწევს ეს. ან შეიძლება აუგმენტაცია გავაკეთო. აი ეს იდეები მომდის თავიდან, სულ რო არ წავიკითხო იუნიტზე. აუგმენტაცია ვცადე, მაგრამ მე აუგმენტირებულს რატომღაც ვერ ვასაბმითებდი და ეგ ერორი აუგმენტაცია არის როგორ წადე, როგორებს აუგმენტირებდი. corrupted-ებს აუგმენტირებდი თუ პროსტა წვიმებს აუგმენტირებდი თუ რას აუგმენტირებდი? ხო, პროსტა აუგმენტირებდი. რო უფრო მეტი. აი ეგრევე იდეა, მე რაც მომივიდა იდეა რომ თუ ბევრი არის, რომელიც არის თუ სანამ წავიკითხე ამ და ჩემი თვისად ამოცანების ისა პირველი რაც მომივიდა თავში რომ თუ თან ნახე რა იყო თან გითხეს რომ ტესტ სეტშია ცუდებიო პირდაპირ გითხეს ნახე validation set is designed to reflect real world conditions ანუ და ხო for example ან თან some samples may include transmission issues ანუ ეს ტრენინგზე არ გითხეს მაგიტო სწორად მახსოვდა წესი რო განახებთ ნახავთ რომ ერთი შეხედეთ ტრენინგი corrupted არ არის, რომ კარგად რო ჩაიხედებით, ტრენინგიც მაგარი corrupted არის. მაგრამ ერთი შეხედეთ corrupted არ არის, ტრენინგ და ვალიდაცია არის corrupted. ანუ აქვე გეუბნებიან, რომ შენ თუ ამაზე დაატრენინგე, რამე სხვა თუ არ გააკეთე, ამაზე მაგარ შედეგებს ვერ დადებ, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნები, რომ ამაში გაუწმენდავით ცუდი დატა გექნება და აქ ლამაზ დატას გაძლევ და ლამაზ დატით ცუდ დატას ვერ უპასუხებ რა. ხდები? ანუ ეგეც ნახე კარგად წაიგეთ რომ ეს ამოცანები არის დიზაინირებული იმაზე რომ ჰინტები მოგცეთ, მიმართულება მოგცეთ, საით წაიყვანოთ. აი, წინ გუშინდელ ამოცანაზე იყო რომ AI პროგრამა შექმნით 1 მილიარდზე ნაკლები. მანდ უკვე იყო რაღაც ეგეთ ჰინტები რომ დიდი ალბათობით საუკეთესო solution-ი იდება მაგ მიმართულებით რა. ანუ ის იმათი default solution-ი აუცილებლად ყველაზე მაგარი solution-ი ან იმ მიმართულებით არ არის ხოლმე რა. ხო, ანუ ესეც ინფორმაცია ანუ და თუ შენ გააკეთებ აუგმენტაციას, კაკრას უნდა ცადო რომ ისეთების აუგმენტაცია გააკეთო, რომელიც მაქსიმალურად ასახავს სიტუაციას ვალიდაციის სეტში. ოღონდ overfit არ უნდა გამოგივიდეს, ხა data leakage არ უნდა გამოგივიდეს, რომ ვალიდაციის სეტის ნაირები გააკეთო რა. მაგრამ იდეა არის რომ ამ ტრენინგის სეტში უნდა ქონდეს რაღაც ბევრნაირი საინტერესო თუ მისინგები რანდომად ადექი და ახალი ზუსტად იგივე დატა აიღე და რანდომად რომელიღაცა ჩენელები გაანულე. დროპაუთივით რაღაცა ქენი, რომ რაღაცები გაანულე, რომ რამდენიმე ერთად გაანულე, რომ უფრო robust იყოს. რომ და ორივე sample შევა. ესეც და იგივე პასუხი უნდა თქვას. მიხვდი? ანუ მინიმუმ ყველაზე მარტივი არის, რომ აიღო და გაამრავლო რაღაცა გათიშო, რომელიღაც ჩენელები გათიშო. ეს არის პირველი აუგმენტაციის იდეა. ისმენ ნიკოლას გონდი დიხანია წეული გახელი და არ კითხე. არა დატის გამოკვლევაზე რო თქვით, ვინ რა გამოკლიეთო, მაგაზე მინდოდა და თუ მოვჩით. არა, დამატე ხო, მიდი დამატე. ხო, ნუ რავი, ჯერ ერთი rain percentage ვნახე, ანუ რა რაოდენობის პიქსელები იყო თითოეულ იმაზე რა. ანუ ground truth mask-ზე მთლიანი იმიჯში რამდენი იყო პიქსელი rain-ის რა. და ანუ დისტრიბუცია რო ნახე, ბევრად მეტი იყო, აი 0-დან 20-მდე ვიდრე 20-ის მერე რა, ძალიან ცოტა მონაცემი იყო. 20 რა? 0-დან 20-მდე? 20%, ანუ აი 20% როცა იყო ground truth rain mask-ი.
და ეგ მაგით ის დასკვნა მივიღე რომ რეალურად იმბალანსის პრობლემაც ხდება და მაგიტო ფოკალოსი კაი ვარიანტია და ეგეც მინდოდა მეთქვა რომ ანუ ფოკალოსი კი შეიძლება გამოდგეს მაგაზე არ ან დატაში უნდა ანუ როცა გაგ დაუბალანსებელი მონაცემები შეგეძლია ორი რაღაც და რომელიმე ქნა ან დატას უშველო ნუ სამი ან დატას უშველო ან მოდელს უშველო ან ორივეს დატას უშველო არის რომ ან undersampling იქნა ან oversampling იქნა ან რაღაცები გადაყარო რაღაცები გადმოყარო რავი ეგეთი რაღაცები იქნა აუგმენტაციაცა და სინთეზიცა და რაღაცების ხო ერთადად მეორე მოდელის ხარეს არის სხვადასხვანაირი loss ფუნქციები რაღაც ხო რა focal loss არის ყველაზე ცნობილი ეგეთი loss ფუნქცია რომელიც იმენედა რასაوارია სწორი მეტრიკები რომ accuracy არ უნდა გაზომო მაგალითად იქ და რაღაცებში უნდა გაზომო რომ დარწმუნდა კარგად აქ accuracy სიტყვიან მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ისმე ხო ეს იმის level accuracy ცოტა სხვანაირია ხო ხო ანუ precision recall-საც ითვლიან თუ არ ვცდები ხო მაგათაც ითვლიან კი მაგრამ ხო მაგრამ საბოლოო ჯამში სქორში არის თვალიც და მეთვალე ითვლიან ზოგადად რომ შეხედო ხო ხო კიდე ერთი ის მინდოდა მეთქვა რომ აი პირველ და მეექვსე ჩანელზე დამავიწყდა მეთქვა აი ზუსტად მაგ ჩანელების ერთი 100 პირველიდან მეექვსემდე თუ პირველიდან მეექვსე პირველიდან მეექვსემდე ანუ RGB ჩანელები რომელიც იყო ანუ RGB კი არა აი double wavelength-ზე რო იყო რა ანუ მაგათი პროსტა აი ძალიან უბრალოდ ნახე რამოდენიმე მაგალითი rain mask-ი და მე თვითონ იმეიჯები თითოეულ ჩანელზე და ერთი 5 სამპლი რო დაუპლოდე ანუ პირველ 6-ზე უბრალოდ ვერ შეამჩნევ რა რაშია საქმე რა ანუ აი იმ ადგილებში უფრო გამუქებული არაა სადაც rain mask-ია ანუ უბრალოდ რანდომულად არის და აი შემდგომ მე-7-დან მე-16-მდე ჩანს რომ სადაც წვიმა არის მან შედარებით გაშავებულია ეხა მოდელი თვითონ შეამჩნევს ფიჩერებს რა მაგრამ რეალურად რო დააკვირდები რა ანუ შიშველი თვალით უბრალოდ არ ჩანს ანუ უბრალოდ ჩანს რომ პირველიდან მე-6-მდე იმდენი ინფორმაცია არა რამდენიც მე-7-დან 16-მდე იმიტომ რომ აი ხო არიცი ან თვალი არაფრის საზომი არ არის პიქსელების განა ანუ ვაფშე სხვა რამეზე არის ის განახეთ წინის ლექციაზე მე ხო გელაპარაკეთ ის 1 pixel ატაკები რო განახე და ის კიდე რაღაც gradient descent რო აკეთებ და ფოტოსაც რო წონებად უყურებდი და ფოტოს ისეთ ვსვლიდი რომ კონკრეტული ერთი კლასი ათქმევინო და შენ თვალით არაფერი არ იცოდა და მოდელისთვის რაღაცა behemoth-ი გონია ვერტალიოტი ხო ანუ თვალით არ არის ანუ მესმის რასაც იძახი მაგრამ ძალიან სანდო რაღაც მაინც არ არის ეგ რა ან პიქსელებში რა როგორ განაწილებულია და თითოეულ გრადაცია იმ გრადაციის იმდენშლობა აქვს რომ ანუ შენ თვალით ვერ დაიჭერ მაგას რა მაგრამ მესმის შენ ლოგიკა რასაც ცდილობდი ხო აი მაგაზე უნდა მეთქვა რომ ანუ აი როდესაც დავუპლოდე სამპლები უბრალოდ აი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ პირველიდან მე-6-მდე ჩანელები იყო კორუფცირებული რა ანუ სხვა ჩანელებში ვერ ვნახე რა corrupting-ს როგორ აღდგენდი რომ იქ რაღაცა რომელიღაც საშუალო პიქსელი იყო გადახრილი ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ანუ ეგ არ არის ხალხად მაინც არა ანუ აი იმენა black და gray იყო აი უბრალოდ ჩანს რომ აი საერთოდ აი რავი ერორია რა ხო და შენ რა ეწერა როგორი პიქსელები იყო ანუ რანდო აი როგანა ხო რა მნიშვნელოვანი ნახე ეგ არის ნახე უცებ პატარა ის ჰინტი ჩემგან არის რომ როგორც კი რაღაცა სისტემა გეუბნებათ რომ რაღაცა ცუდია უნდა იფიქროთ იმაზე რომ ეგ რო ცუდია მე როგორ შეიძლება მიხვდე რომ ცუდია ხა შეიძლება რაღაც სხვანაირად მიხვდი რომ ცუდი იყო შეიძლება პროსტად აპლოდე და ნახე და მე უნდა იფიქრო რომ როგორ შემიძლია გამოვასწორო ამიტომაც რო ნახეთ რომ შავი იყო რატო იყო შავი რაღაცა ყველგან 17-ები ეწერა, 0-ები ეწერა თუ 0.3-ები, იქნებ ერთდაგივე რაღაც წერია. იქნებ მარტო 0 არ არის, ხდება რაღაც უნდა, ანუ ინტუიციამ უნდა წაიყვანოთ იქითკენ, რომ აი, კაი, ნახე რომ რაღაცა ნიტუა, რა არის კონკრეტულად, რა ხდის ამას უცნაურს. რა შემიძლია რომ როგორ შემიძლია ეგეთები დავადგინო და მე როგორ გამოვასწორო. აი, რატო ვიძახი ამდენს განახებთ რა? ან პირველი რაც გავაკეთე არის რომ მეთქე ჯიგარო EDA გამიკეთე რა. და მეთქი missing channel-ები დამიდგინეთ, ხო რა, რაღაცები დამიწერა რა. და რაღაც ეს არის პირველი ტრეინინგ სეტზე 120-ებში ნახა რაღაც რაღაც ეს გონე სხვა რაღაცა არის. ხო, ტრეინინგში იყო რომ არც ერთი არ იყო missing-ი. ო, missing-ი იყო რომ ნანები თავდა მოძებენ ნანებით და ნულებით. და ვაფშე არ იპოვა რა. არ იპოვა და ტესტებში ბლომად იპოვა. ამ ტესტებში რომ იგივე იყო, იქ იპოვა რაღაცები რა. აქაც იპოვა თან რომელი ინდექსები იყო, ესე რაღაცები იყო, მაგრამ ნუ ეხლა მივხვდი რაღაც ნიტო ის იყო რა, EDA იყო, არაფერი არ იყო რა. მე შევეცადე რომ მეპოვა
ეს მე პროდა დაპლოტე რაღაც მიპოვე ეგეთი რომ დამპლოტე 2-0 არის ესენი და სულ შავები იყო, ოკეი. ანუ ყველგან ნულები წერია რა. კაი, მოკლედ მე წავედი ეგეთ იდეაზე რომ რაღაც ანუ ეს შავი არ არის უბრალოდ მაგალითად 0 იყოს, შეიძლება რაღაც ერთგივე რიცხვი იყოს. და რამე კონსტანტა ხო არ არის თქო რა. რო გადავყევი აღმოჩნდა რომ რაღაც მენულე ჩენელზე ნანი არც ერთი არ იყო, ინფინიტი არც ერთი არ იყო, 0 არც ერთი არ იყო, ყველა 0, მაგრამ რაღაცა რიცხვი იყო 27 ჯერ ამ ტრენინგში რა. და აქ რაღაც 1 იყო, 2 იყო, 2 იყო, რაღაცები იყო, რომ კონსტანტ ჯერ მხვდებოდა. და ეგრევე წამოვიდა იდეა, რომ ეს რაღაცა ნიტუა, რაღაც რიცხვი, მაგრამ 0 არ არის. და მე წავედი რომ მოდი ადექი და ეგ რიცხვი მიპოვე თქო რა. და მე რაღაც ბევრ პრინტში ვნახე რომ ეგეთი რიცხვი იყო მენულე ჩენელისთვის -0.72-66. და რო ვნახე მე მაგისი განაწილება და პრინტები რა. რაღაც ისინი ვნახე საშუალოები, მაქსიმუმი, მინიმალური, მაქსიმუმი და რაღაცეები და ვნახე რომ 40% მენულე ჩენელში იყო ამ პიქსელით რა, ერთცალი პიქსელით. და დავიწყე მაგის უფრო გამოკვლევა რა. მაგის უფრო გამოკვლევა რომ დავიწყე, ეს რამდენი იყო რომ სულ ეგეთი იყო, რამდენში იყო 1 და აღმოაჩინე რომ მაგის განაწილება ვნახე რა. რომ ამ დასაწყისში სულ 51 იყო, ეს არის 51 რომელია 25-იანის და 256-ის, არა 128-ის, ხო? 128-ის ტესტი არის, მგონი ეს 51 რა. ხო, და ამ 51-ში 30-ში ვაფშე არ იყო. რაღაცა 21-ში იყო ყველა. 21 იყო ნახე როგორ რიცხვებში რა, თითქმის 99 რო არის რა. ესეთ რაღაცებზე 1 იყო 84. ეს ზუსტად 1 არ არის ნახე, 80 რაღაც არის აქ რა, 1 არ არის. ანუ ნახე, ანუ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრში არის თითქმის სულ ეს რიცხვი. და მე GPT-ს ვკითხე რომ ეს რამე კონკრეტული რიცხვი არის და მე არ ვიცი. და აღმოჩნდა რომ ეს არის რაღაცა ხშირად არის ხოლმე როცა სენსორი ფუტდება, არის რომ ეს რაღაცა რადარის რაღაცა ერთგივე რიცხვს წერს. ეგეთი ბაგი არსებობს თორმე. ოკეი, ან შეიძლება დიდი ალბათობით რომ დატა კარგი ქონდათ ამა და სპეციალურად გააფუჭეს. რომ საინტერესო ამოცანა გაეხადათ. მე უფრო რაღაცა უფრო ღრმად გამოვიკვრა და ის სხვა რაღაცებშიც ჩავიხედე და აღმოჩნდა რომ ტრენინგის რაღაცა ტესტის რომელიღაცაში ასევე ძალიან ბევრი იყო, 62 იყო, რომ ვაფშე სულ ესენი იყო რა, ანუ 62-ში მარტო ესენი ეწერა. ხო, და მე რაღაც ავდექი და რაც წავყევი ყველა ჩენელზე ვაპრინტინებდი რა. მეთქე უთხარებათ ეხა გამიკეთეთ ხო per dataset, per channel კონსტანტები რა არის თქო რა. ეს არის მენულე ჩენელი, იქნებ სხვასაც იგივე აქვს თქო. და აღმოაჩინე რომ მაგალითად ნახე მეოთხე ჩენელს, მაგით თუ რომ მენულია ყველაზე თული ჩენელი, რომ ნახო სტატისტიკა, ყველაზე მეტი ქორათი და მენულეს. და თან სულ ესე 62 აქვს, მაგალითად ტრენინგ 128-ს. 128 ზომის პაჩებიან იმას რა ტრენინგს. აქ რომ მეოთხეს ქონდა ერთი ცალი 0.12-იანი. აგერ ქონდა მე-9-ს, აი მე-10, ანუ 0-დან რადგან იწყება მე-9-ს, მაგრამ ესე მე-10-ს, ქონდა -18, რომელიც ასევე ძალიან უცნაურად დიდი რიცხვი იყო, პატარა. და აქაც აღმოჩნდა რაღაც ტრენინგ ორასომეთში 27 იყო ასეთი, 1, 2, აქ ნუ ეს პატარები იყო, ესენი პატარები არის ორები. აქაც 2 ცალი იყო, აქაც -18 იყო. და აქ არ წერია ოლები, მაგრამ ზოგან შეიძლება იყოს 80% ერთგივე რიცხვი, 70% ერთგივე რიცხვი. ანუ მაგას გულისხმობენ რომ data არის corrupted. ტესტშიც ახლა მაგალითად 4 იყო 28-ში მთლიანად მარტო ესეთი 4 ცალი კონსტანტა იყო. აქ 5 ცალი იყო, აქ 5 იყო ნულები ჩენელში მაგალითად და რაღაც ესე რაღაცები გამოვიკვლიე რა. და რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ მენულე ჩენელის magic feeling-ი დაარქვა GPT-მ არის 68 და 66, 77, 71 და 24 და -18 და 1. და დანარჩენად ნულები. ანუ აქ მომივიდა ეგეთი იდეა რომ ესე იგი
რაღაცები corrupted-ში იგულისხმება, რომ სულ ესენი მაქვს რა და ეს რიცხვები არის ძალიან ცუდი. ესე რომ დატოვო პირდაპირ არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ურევს რა, ანუ სულ ერთგივე რიცხვი და არაფრის მომცემი არ არის რა, აი თან იცი რომ corrupted არის. ვაფშე სხვა რაღაცები უნდა ეწეროს. რა solution-ები გვაქვს ახლა აქ? აი ახლა ხართ ერთ დონეზე ვარ, ერთად ვაკეთებთ ამოცანას. რა რჩევას მომცემდით, როგორ მიუდგე ამოცანას, როცა აღმოვაჩინე დატას როგორ მიუდგე, როცა ვნახე რომ ესეთი რაღაცეებია რა. channel 0 უნდა ამოვაგდოთ. channel 0 უნდა ამოვაგდო. საბოლოო ჯამში ეგრე არ არის, ტრენინგში იყო რამდენი, ხო? რაცა 62 იყო 500 რაღაციდან და რატომ უნდა გადააგდო 400 რაღაც დოკუმენტი? ნიკა? არ შეგვიძლია რომ სპეციალურად უფრო მეტი კორუფცია ჩავამატოთ, რომ ვასწავლოთ ამ მოდელს, რომ დაიგნოროს ეს კორუმპირებული არხები. არის ვარიანტი. საკმარისად ბევრი უნდა დაამატო. მაგრამ კი ბატონო. ოღონდ ამ რიცხვს დაუტოვებ თუ რამით ჩაანაცვლებ. ანუ ვიღაცასთან რომ missing არის და ვიღაცასთან რომ corrupted არის. corrupted და missing-ს განასხვავებ? თუ გააერთიანებ რომ ჩვენთვის პროსტა noise არის ორივე შემთხვევაში. ნუ ორივენაირ არგუმენტაციას ვიხმარ, რატომაც არა. უბრალოდ რა თქმა უნდა რაღაცა დონეზე რომ სწავლა მაინც შესაძლებელი იყოს. არა, ნახე რას ვეძახი, იცი რომ რომელიღაც channel-ები ხო არის missing. რომ ნულები წერია მარტო. რომელიღაც channel-ებში რაღაც random-ეს რიცხვები წერია, ან 90% ეს random-ეს რიცხვი წერია და 10%-ია ჩვეულებრივი პიქსელები. და კითხვა ჩნდება რომ ამათ ესევე დატოვებ და აუგმენტაციას გააკეთებ თუ მაგალითად ორივეში საშუალოს ჩაწერ და მერე გააკეთებ აუგმენტაციას. არა, მან როგორ იზამ რა, ან ორივეში ნულებს ჩაწერ მაგალითად. ანუ შენ განასხვავებ ეს corrupted იყო თუ missing იყო? გჭირდება ეგ ინფორმაცია corrupted იყო თუ missing იყო? ჩემი აზრით აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ანუ ჩემიც არ აქვს, მაგეთო გიკითხები, ანუ შეიძლება ვწდები. მაგრამ ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ პირიქით უფრო გაუჭირდება მოდელს, რომ ზოგჯერ ნულები შეხვდება ერთგივე რაღაცა. ზოგჯერ -0.72 და ორივე შემთხვევაში მე ვიცი, რომ noise-ია დატაში. არ ამგონია, რომ რაღაცა ლოგიკით იყოს, რომ ზოგი ნულებად ჩანაცვლებული და ზოგი 0.72-ად. ანუ მანქანა გაფუჭდა თუ არა, ეგ არ არის არანაირ კავშირში დედამიწაზე იქნება თუ არა იმ ადგილას წვიმა, ხო? არანაირი კორელაცია და კოზაცია არ არის მაგათ შორის. მიზეშლეგობრობა არ არის, ხო, მაგათ შორის. ამიტომაც მე ინტუიცია მეუბნება, რომ ასე რაც არ უნდა შენ გადაწყვიტო აუგმენტაცია, ეს ყველა უნდა დაიყვანო ერთ და იგივეზე. ანუ ეს ცუდი data point-ები, როცა ყველაფერში ერთგივე რაღაც წერია, რაც არ უნდა იყოს, უნდა გააერთიანო. ეს არის ჩემი იდეა. მეთანხმებით, არ მეთანხმებით, მიკა, ლუკა, თქვენც რავი, თუ გაქვთ რამე სჯელობის ადგილები შემოიტო, რომ მე ხა ბევრი აღარ მაქვს სათქმელი. მოდელირება ვცადე რაღაცით და 3 საათი დაჭირდა, ამიტომ ბევრი სათქმელი მაინც არ მაქვს. არა, რავი, მოკლები ჯერჯერობით რა ყველაფერში ეგრე სათქმელი ჯერჯერობით არ მაქვს მე. სხვები? ხო, მე რავი, რაღაც ვიფიქრებდი, რომ ანუ corrupted და missing კი მართალია, რომ ცალ-ცალკე უფრო დააბნევდა მოდელს, მაგრამ რომ და ანუ missing რო არის, ეგ ხომ ასეა, რომ ზოგ channel-ში რომ missing არის, ზოგან ძალიან მნიშვნელოვანი არის იმაზე რა კონკრეტულზე და შეიძლებოდა რომ missing-ები დამეტოვებინა მე რაღაც ვფიქრობ. მე აი ადრე მაქვს ეგეთი თქვენს რას მაქვს რა თქვა მე რომ მე feature engineering-ში ერთი ჩემი საყვარელი ტექნიკა არის რომ თუ რაღაცა ნალი მაქვს ახალ ტაბულარულ დატაზე მაქვს საუბარი ახალ სვეტს ვამატებ სადაც არის ერთიანი და ნულიანი იმის ამიხევით ის რაღაცა იყო თუ არა missing original data-ში და იქ რაღაც საშუალოსა რაღაცას ჩავსვამ მაგრამ ცალკე სვეტს შევინახავ რომ მოდელმა იცოდეს რომ აქ რაღაცა missing იყო იმიტომ რომ მაგაზე დიდი ინფორმაციას ატარებს აი ტიტანიკზე არის ეგეთი ცნობილი ადგილი რომ აბინის ნომერი უწერია თუ არა და თუ კაბინის ნომერი თუ ბილეთის რაღაც არ უწერია ესე იგი დიდი ალბათობით შეპარული იყო იმიტომ რომ ვიცით რომ ყველა შეიპარა ტიტანიკზე თუ შეპარული იყო დიდი ალბათობით არავინ მიხედავდა ამიტომ დიდი შანსი იყო რომ ის გარდაცვლილიყო ამიტომაც ის ლოგიკა რომ შენ აიღო ფიჩერი რომელიც გეტყვის ნალ იყო თუ არა ექსვეტი მაგარია მაგრამ ნახე აქ მაგ ეგეთი ეჭვი რომ
ამ მანქანამ რაღაცა გაჭედა და ნულები ჩასვა, ანუ თავის pipeline-ში რაღაცა გაჭედა, არანაირად არ არის დაკავშირებული დედამიწაზე იქნება თუ არა წვიმა. შეიძლება არის დაკავშირებული რაღაცნაირად, იმიტომ გაფუძნდა რაღაცა არ ვიცი, შეიძლება რაღაცა არის, მაგრამ ინტუიცია მეუბნება რომ არ უნდა იყოს. ამიტომაც მართლა რანდომად მგონია რომ ანუ missing არის randomly. რაღაც რანდომად არის და არა რაღაც ლოგიკით არის missing. რომ აი ისევ სისრულე, მაგრამ არის ხოლმე რომ ანკეტაში ასაკი თუ არ შეავსო დიდი ალბათობით ქალი იყო ლეგენდერი, იმიტომ რომ სტერეოტიპი რომ ქალებს ასაკის არ უყვართ ლაპარაკი. სისულელე, მაგრამ ხო, და მანდ არის ხოლმე სვეცამატებენ ხოლმე მაგაზე გენდერის თემაზე რა. თუ გენდერი არ გაქვს ამას უდა ჩილე X-ვეთი გამოიყენო გენდერად და მეტნაკლებად მიახლოებული იქნება. არა, აქ ვერ ვხედავ ეგეთ მიზანშედეგობრიობას, რომ თუ ეს მაშინ არა რანდომულად იყო ჩემი აზრით. კაი, ნიკამ ერთი კარგი იდეა თქვა, რომ გავაკეთოთ აუგმენტაცია. კიდე რა იდეებია? ან ჯერ გავანულებთ, მე ან გაანულებ ან საშუალოდ ჩაწერ. პერჩენელ საშუალოს და აღარ გაქვს პრობლემები. მაგრამ და გააკეთებ აუგმენტაცია და აუგმენტაციით, მოდელს ეთქვი, რომ ზოგჯერ ნულები შეხვდება და ეგეც ისწავლე, რომ ნულებზე ესე ხდება რა, დაიგნორე. იმედი ვიქონეთ, რომ იქნება ეგრე. ოკეი. ეგ არის ვალიდური solution, რომელზეც არ მიფიქრია სხვა შორის ამ ეტაპზე აუგმენტაციის, მე აუგმენტაციაზე ფიქრობდი. ანუ აქ რო რაღაც მე რაც მოვიფიქრე, ეგ რო არ ქნა და აუგმენტაცია ქნა პირდაპირ, ასევე ძალიან ვალიდური solution-ია. კიდე რა ვარიანტებია? როგორ შემიძლია რომ ეს დავხენდო, ეს missing value და corrupted data? ეს ჩვენ ამოცანას არ ეხება, ისედაც ძალიან ზოგადი რაღაცაა რა. ჩვენ ამოცანისნაირი solution-ი მინდა ეხა, მაგრამ ისედაც ძალიან ზოგადი პრობლემაა, ხო? აი რას იზამთ ახლა? ვიმჭელოთ. აი კიდე შეგვიძლია 15 channel-ზე დავატრეინინგოთ, რომ ერთი channel-ი რომელიც corrupted არის, მაგი გამოიცნოს. ოკეი, იმპიუტერიო დავატრეინინგოთ, ხო? ანუ იმპიუტერიო ის ჩაანაცვლოს. პროსტა წარმოიდგინე ბევრი მოდელი შექმნა დაგუჭირდება. ძალიან ბევრი მოდელის თან ეგ უნდა ინფერენსზე უნდა გაეშვას, ხო წარმოგიდგენია? ანუ ხე ინფერენსში მაგას არ ხო, შეიძლება და მე ინფერენსი როცა ხო იგივე მოგიწევს, იმ მოდელის გაშვება მოგიწევს, რომ თუნალია ჩაანაცვლა. ხო, თან შეიძლება ორი value იყოს corrupted, ორი channel-ი. ო, შეიძლება კერა განახებ ვარიანტებს, როცა სამი channel-ი ერთდროულად არის corrupted რომელიღაც პატჩში, რომელიღაც სურად, რომელიღაც ერთ კომბინაციაზე რა. ხო, მაგრამ ახლა მანდ შეიძლება რაღაც ბევრი solution-ს მოფიქრება, იქ ცოტა ხნით საშუალოს ჩასვლა იმათში. მაგრამ ხო არა, ეგ არის კლასიკური solution-ი, მაგრამ არ იქნება ეფექტური ჩვენ შემთხვევაში. მithom ოლიმპიადაზე ეგეთი რაღაცები მაქსიმუმ კაინენ ინფუტერი, მაგრამ ეგეც ანუ თან როცა ისაც ცოტა დატა გაქვს ძალიან სარისკოა ხო, მე არ ვენდობი მაგას რა. მე ვერ ვისკავ ხოლმე მაგას. გისმენ გიგი? ანუ ერთი რაღაც რო დავაზუსტო, ეხა ეს იმ corrupted ისინი ხო test set-შია. ყველგან არის. ანუ ტრეინშიც არის და ტესტშიც არის. ტრენინგში არ იყო ყველა 0. თუ სწორად გავაკეთე ეგ ანალიზი, ყველა 0 არ იყო ტრენინგში. იყო რამდენიმე რაღაცა ცუდი რიცხვი იყო. ხო, გასაგებია. იმიტომ რომ ეხა ვიფიქრე რომ მხოლოდ ტესტში თუ იყო ტრენში ძალით დავამატებდით და აქ დავიკიდებდით თქო. ხო, მაგრამ ეგ არის დაახლოებით იგივე რაც ნიკამ თქვა, ხო? ანუ აუგმენტაციას იზამისე რომ მოდელმა ისწავლოს. ხო. წეგან მე გითხრათ ერთ-ერთი solution-ი. როცა რაღაცა data არის ნალით ხო? მან შეიძლება საშუალოდ ჩავანაცვლო, მაგრამ მე ერთ ცალს ვექ ვამატებსაც ნულებს და ერთებს წერთ ხო? რამე ეგეთი ხო არ შეგვიძლია აკვცადოთ? channel-ები დავამატოთ. ხო, channel-ებს ისედაც ვამატებთ. აი, masking-ისავით რომ ანუ ეგ გულისხმობ ხო ალბათ, ანუ ეგ თავიდან რო თქვი, მაგას წავედი masking channel-ები რო დავამატოთ სავით ასე ვთქვათ რა 16 US-თვის და 32 channel-ი შეიძლება შეიქმნას და რავი ალბათ. ხო. სულ რო იყოს, ყველგან რო იყოს მთლიანად 100%-ით რიცხვები, მან ალბათ სისულელე რა, ანუ ნაკლებად ეფექტურია, იმიტომ რომ კიდე ერთ channel-ს ამატებსაც ყველგან ერთებია და ძალიან სფარსი. არა, ანომალიებია. არა, აქ არის ანომალიები, სადაც არის 85% ერთდაგივე რიცხვი და არა, ზოგან არის 20% ერთდაგივე რიცხვი. ქვემოთ სადღაც მეწერა და იმდენჯერ გადაუშვი ვეღარ პოულობ მაგ ვიზუალიზაციას.
ანუ ნახე აქ არის რაღაცები, სადაც ნახე 20%-ია მარტო corrupted, ნახე. და ამ შემთხვევაში იქნება რომ 1 იქნება ყველა კარგში და 0 იქნება ყველა ცუდში, მაგალითად. attention მას კი ვით უნდა დაამატო რა, რომ მოსნო მიაქციოს ყურადღებას და ჩენელები უნდა დაამატო. 16 მაგრამ 32 ჩენელი გვექნება. ხო, ეგ იდეა მომივიდა მე. მეც ხო, ანუ ეხლა რო თქვი მეც ეგ მომივიდა იდეაში, მაგრამ ხო, მაგრამ просто attention gate-ი რო ვიხმაროთ და attention unit-ი ვიხმაროთ, ანუ 32 კი, შეგიძლია კი, მაგრამ მაინც მოგიწევს, ან ნახე, იდეაში რა დატას აძლევ მაგას ხო მნიშვნელობა გეგე. და წესიერი დატა რომ მივცეთ, ყოველს აჯობებს. ამ garbage out. დაიმახსოვრე. და ეგ attention იდეაში მეგუთხარი ეგ შოთას აი ერთ-ერთი დაუნებელი პირობა არის, ანუ მოდიფიკაციაში ითვლება ეგეთი რაცების დამატება თუ unit-ის არქიტექტურა. არის, ნახე, როგორ მოიცა, რაღაც მაინტერესებს. ვეცაც გიგი ორწამი გიგი attention სადამატებ მიქა? არ არის attention unit-იო ამან თქვა და მაგიტო attention unit-ი არსებობს, რომ ეგეთი მე არ ვიცი არ გამიგია. კი, მე გინახ რომ ეგ შეიძლებოდა თუ არა, მგონი შეიძლება. აი, იმაში ყველა ვარიანტი შეიძლება მქონდა მეაღებული ამოცანა. როგორ? მან self supervised learning-ი რომ მქონდა. ხო, ხო. აღებული ამოცანა. მან ხო რო გითხარი GPT-ს გავაწურინე მეთქი რა. ან მან იმენა პრომპტე კარგად და 1 საათში მოკლედ არც კი 95 დადო. ოღონდ ანუ აი ძალიან მიტკაინი unit-ი იყო attention gate-ებით და რა თქმა უნდა, ნუ იმით რა ქვია, რეზიდუალებით რა. ნუ კომპლექსური ხო, ეგ არის ძალიან კაი. ხო, ოკეი. არა, მე ვამბობ რომ ეგ მოსულა, მაგრამ შენ ვფიქრობდი 3D კონვოლუციას და LSTM კონვოლუციაზე ეგ არის მუშა, ანუ ეგ არ შეიძლება ჩემი აზრით, გეტყვი რატო რა? იმიტომ აქ მეტადატა. და ეს მეტადატა ხო სადღაც fusion-ით უნდა გააკეთო თუ მაინც მოინდომე რა. ეს 3D კონვები რატო ცადე, იმიტომ რომ 3D არა, არ ვიცი, არა, მე გითხარი რების მომწერა რა. იგი მოიწერა რა საექსპერიმენტოდ ცადე ეგ. არა, მაგრამ 3 განზომილების რა გაქვს? რეები გადააბი ერთმანეთს. არ ვიცი, 3 განზომილები ან წესი არ გვაქვს და წესი არ გვაქვს შესაძლებელი data, მაგრამ რავი, ამდენი ჩანელი რო იყო, მეთქი. ხო, მაგრამ ეგ RGB გაქვს თუ RGB და alpha რა მნიშვნელობა აქვს? 16 გაქვს, ანუ საბოლოო ჯამში მაინც ერთი ტიპი არის რა. ნახე, განზომილების ნახე 3 არის 3 განზომილებიანი რაღაც, ორივე. ერთი არის 3 ჰეითი ვიცი, მეორე არის 16 ჰეითი ვიცი. მე კონვოლუციას რო აკეთებ, შუადროშ 25 ჩენელი რო გაქვს. წინა იმით 25 რო გამოგივიდა. 25 ფილტრი რო გადაატარე და 25 ფიჩერ მეპი მიიღე. იგივე არ არის, მან ხო 3D კონვოლუციას არ იყენებს. 3D კონვოლუცია არის ვიდეოებში მაგალითად, როცა გაქვს 16, 3, არ ფრეიმების რაოდენობა F, 3, ჰეითი და ვიცი. ეგ კი ბატონო. მან ნუ ვის გამოიყენა რა? ჩენელი რო გამოიყენა ალბათ ერთ განზომილებად. ანუ იდეაში 3 განზომილება რატო არ გამოდის აქ მე ვერ ვყვავ. 3 განზომილება გამოდის კი ბატონო. მაგრამ ნახე 2D კონვოლუცია, ჩვეულებრივი კონვოლუცია. ფოტოზე რო როგორ? მიქა გააგდო, ხო? მიქა გააგდო. ახლა რო ვფიქრობ data-ზე რომ მეტი მემუშავა შეიძლება და იმ მოდელს ძალიან კაი შედეგი დაედო. data არ მქონდა კარგად დამუშავებული. ხო, კიდე data-ზე გამახსენდა ეხა იმ ჩენელებზე თვითონ მე როგორც ავიღე ერთ ეპოქაში 0.74. ანუ ესეთი რაღაცა ვიფიქრე, რომ იმის მაგერად რომ პირდაპირ ერთ stream-ში შეუშვა ყველაფერი რა, ანუ ერთი პირდაპირ stream-ი და წავიდე encoder-ში რა. სამ განზომილება გამოდისო რო თქვი და მაგრამ ნახეო მე ლეპტოპი ხო, მივხვდი. დაამთავრე გეგე, დაამთავრე. ხო და ანუ იმის მაგერად რომ ერთ stream-ში გაგვეშვა ყველაფერი რა, მთლიანად გავაკეთე ესე რომ რეალურად დავანაწევრე რაღაც ნაწილებად. 0, 1 და 2 ერთ channel-ში გავუშვი. 7-8 ერთ channel-ში და 3 და ნუ დანარჩენი channel-ები ერთად გავუშვი რა. და ეს იდეა იმიტომ მომაფიქრა რომ რეალურად ანუ channel-ების description-ი წერია სუქემოდ submission-თან რა. და ანუ პროსტა რომ წავიკითხე, ნაწილობრივ გავაანალიზე და ნაწილობრივ რეგულარიზაციის ტრიკ რო ვიხმარე რომ აი მენახა. ანუ გაასაშუალოე? თუ რა უქენი? არა, როგორ გადააქცე? არა, multi-stream-ის გავაკეთე რა, ანუ გააცალე შეუშვი თითოეულ იმაში რა.
ხო, მაგრამ ხო, მან ცაცალკე არ ვიცი, ხო, შეიძლება. აი შედეგი მივიღე ერთ ეპოქაში და შეიძლება. ხო, მიქა იმას ვამბობდი, რომ ანუ მერეც იქ რავი, ჩოლებრივ კონნეტში რაღაც მომენტში ხო იღებ მაგალითად თუ გადაატარე 25 ფილტრი, მიიღებ 25 რაღაცა hate, რაღაცა with feature-ებს, ხო? და მე მაგას რაღაცა reuse და რაღაცებს მოდებ, pullings, და მე მაგას ისევ გადაატარებ ახალ ფილტრს, რომელსაც ფილტრის ზომა იქნება სხვანაირი. 3D კონვოლუციაში აზრობრივად შენ მოიაზრება რომ 4 განზომილება გაქვს. ანუ ვიდეოებშია ხო 3D კონვოლუცია. კი, მოყვები კი და მაგით უფრო ანუ აქ 3 განზომილება შენ ანუ თითოეულ channel-ზე ატარებ, ანუ არა, ეს და ფოტო ჩემთვის ერთდროიგივია. ერთ ცალი ფოტო და ეს ერთდროიგივია. იქაც RGB გაქვს. პროს აქ RGB-ს მაგირად არის 16 სხვადასხვა კომბინაცია. შენ შეგიძლია მივხვდი, ხო, ანუ იდეაში კაი მივხვდი. ფოტოა რა. ერთმანეთთან ის არა აქვს, რა ქვია, შეიძლება channel. ერთდროიგივე ფოტოა, წამის ერთი ეხა მივხვდი. ეს მომენტში გადაღებული ფოტოა, პროსტა სხვა როგორც RGB-ად რო დაყო, ეგ არის channel-ება დაყოფილი რა. ხო, სხვადასხვა ინფორმაცია მატარებელია ყველა channel-ი და მაგითო ხო, ანუ იდეაში ანუ ისა მიზეზი რომ ანუ ამ channel-ებს დიდად ერთმანეთთან კავშირი კავშირი მაგითო არ იმუშავებდა რომ ესენი არ არის მიმდევრობა. ანუ ერთი და იგივე რაღაცა დამოკიდებული რო ყოფილიყო, კაი იქნება. კაი, მივხვდი ახლა, რას სიძახი. მე ხო, ახლა გავიგე. მე თვითონ რო ბოლომდე არ მესმის დიდად. მან რატო იმუშავებდა attention? იმიტომ ესენი მე როგორც მესმის attention gate-ები იმიტომ დავამატე მე დეკოდერ იმას ნაწილში რომ ვიფიქრე რომ უკეთ ისწავლი და იმ ნაწილებს სეგმენტაციისთვის რა, რადგან ძალიან უსწორო უშნო ადგილები იყო, არ ვიცი რაღაც მასე ვიფიქრე რომ სხვადასხვა ჩანელებს შორის უკეთ დაუმოყავებ რა. მე პროცესს რა მინდა რომ რას მე ჩავწვდე გიგიცი რომ მაგამდე როგორ მიხვედი, ანუ დაინახე რომ პერფორმანსი არ იყო ნაკლები. მაგრამ მაგის ანალიზიდან რატო მიხვედი იმაზე რომ მოდელია სუსტი. აი ხო მე თვითონ ამოცანა ყვირის რომ ის არის დაუბალანსებელი მონაცემია. ამოცანა ყვირის რომ დატა არ ვარგა. ხვდები? ანუ მე არ მინდა რომ ძალიან მოდელ ცენტრიკ გაიჩნო და აი რაღაც უცნაური მოდელების რაღაცები გააკეთოთ რა. ანუ რაღაც error analysis არის მნიშვნელოვანი. რატო დაფეილდი, რატო ვერ დადო კარგი შედეგი. ის მაინც ნახე dice score იქონდა დაბალი თუ pixel ის ქონდა, rain იქონდა დაბალი. ან თუ სეგმენტაცია ნახე თუ მაგალითად იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცა ფაქტობრივად ორ tasks ხო? ან ნახე აქ არის ეს ამოწევს ფოტოში თუ სწორად მესმის ხო? ანუ ფოტოში პროსტა rain-ი თუ იყო და შენ სადმე rain-ი თქვი, всё არის ესე იგი რა. ესე იგი გამოიცანი რომ მაგ ფოტოზე rain-ია. ხო სწორად მესმის ეს core. Whether your model correctly classifies if any rain is present in the image, ხო? Because sometimes ანუ ეს არის კლასიფიკაცია და ეს არის dice score. შენ რო attention-ი დაამატე, მად მეეჭვება რომ მაგით rain accuracy გაუმჯობესებულიყო, დიდი ალბათობით გაუმჯობესდებოდა dice score. აი ინტუიცია მაგას მეუბნებ და თუ იცი რომ accuracy გაქვს, accuracy-ს აგდებ, ესე იგი accuracy თუ დაბალი გაქვს, ესე იგი დაუბალანსებელი მონაცემების ბრალი არის. მაგრამ accuracy-საც არ უნდა შეხედო. accuracy-ს კი არა, და precision-ს უნდა შეხედო. იმიტომ რომ და ის არის რა, ხო ხდები, accuracy თლად მატყუარა არის მაგ. ანუ უბრალოდ მინდა რომ რაღაც სწორად იფიქროთ ამოცანაზე და რაღაც აი ძალიან shiny მოდელებზე არ გადახდეთ რა. ანუ ჯერ data გამოიკვლეთ კარგად, რაღაცა pipeline კარგად ააგეთ თავში და მე მოდელებზე როგორც კი ხვდები რომ რაღაცა მიხვედი და ჭერს არ თხამ, მე კი ბატონო რა. მაგრამ თავიდან ცოტა ისე მიყევით რა, ჯერ must რაღაცები რაც არის გასაკეთებელი, ეგენი გააკეთეთ რა. data დაამუშავე, რაღაცა ნახე რომ დაუბალანსებელია, loss ფუნქცია სწორად აარჩიე. რა error analysis-ს რა შეხედო, ეგ სწორად ჩამოიყალიბე საკუთარ თავში და როცა ხვდები რომ ეგენი სწორად არის, კარგად არის და მოდელია bottleneck-ი, მე გაწურებ მოდელი რა. ანუ ყოველდღე bottleneck რაღაცა შეეცადე რომ ერთი bottleneck-ი დატოვო და ეგ bottleneck-ი გააუმჯობესო. და სხვა რაღაც კომპონენტები მეტაკლებად კარგად გქონდეს. რავი, მე ეგრე უყურებ იმას რა სტრატეგიას. ორ წამი
ბოდიში უცერი შესვენება. ხო, უცერი შესვენება. წუთ შესვენება. ანუ მე რაც ვქენი მოკლედ მაგის მერე იყო, რომ თუ ის გავაგრძელოთ და მე ესე დავუბრუნდით. ეს ეხლა შეიძლება კიდევ სხვა რაღაცების დაჯობია აქ რა. მეც ნიკასაც და ლუკასაც დღეს სამუშაოზე გავწურეს და არ მქონდა დრო რომ კარგად მოგვიმზადებინა. ნუ ერთი იდეა მქონდა რომ ოკეი, ან უნდა ავიღო, ყველა ესეთი ჩავანაცვლო ნულით და მე მასკები შეიძლება დავამატო. დავწერე მაგის კოდი. თავიდან მეც მეშლებოდა ნორმალიზებას კიდევ ვაკეთებდი ხელახლა. მე გავიაზრე და მაგაზე ძალიან ნელი იყო, იმიტომ რომ ანუ საშუალოს დათვლაზე ჯერ მასკი უნდა მოდო თითოეულ ფოტოს, ხო? იმიტომ რომ არ გინდა რომ ის corrupt data-ც საშუალოში შევიდეს, ხო? და მე უნდა დათვალო საშუალო და საკმაოდ ნელი იყო რა. და მე დავფიქრე ვაფშე მჭირდება და არ მჭირდება, იმიტომ რომ თავიდან ნორმალიზებულია და თუ რაღაცას ნულით ჩავანაცვლე, პირიქით უფრო ცუდია რომ მე ნორმალიზება გავაკეთო. ვაფშე ავურე ყველაფერს. ამიტომ ჯობია როგორც იყო ნორმალიზებული, ისე იყოს ნორმალიზებული რა, პიქსელები. ხო და ნუ მე რა თქვენი რომ მე ვფიქრობდი რომ აი გარედან დავამუშავებთ ხო რა. ანუ ავდექი და თვითონ XY-ს გადავიყვან 32 channel-ზე თქო რა. და ამან memory error-ები დამარტყა. ძალიან memory error-ები დამარტყა, იმიტომ რომ რაც ედრულად დატაში, ანუ Python-ი ხო საზღვრობა არის და უნდა იყოს ყველაფერი memory-ში. და მაგიტო რაც out of memory დამარტყა, აქ გამომაგდო ბევრჯერ მე ჩემი კომპიუტერზე დავჯექი და იქაც ყველაფერი გამიშეშდა. და მე ვეუბნები თუ დატასეტის დამუშავებაზე ვიზავ, რაც ნელი იქნება თქო, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს თქო. ეგ დავამატე და დაახლოებით 10 წუთი მოუნდა 100-100 ვიზატრენინგებას, მაგრამ 256-256-ზე ერთ ეპოქაზე აგერ 3 საათ ნახევარი ჭირდება. და თან ახი რა განსხვავება ორიგინალში როცა ატრენინგებ, იქ პირთავ, ანუ fine tuning-ს აკეთებ და მე ნულიდან ვატრენინგებ. ამიტომ მაგარი შანსია რომ ძალიან ბანძი მოდელი იყოს. ამიტომ ეხლა ვფიქრობ ბოლო რამდენიმე წუთი ვფიქრობ რომ 32 channel-ზე გადასვლა ძალიან სარისკოა. იმიტომ რომ ეს და fine tuning-ება უფრო სწორი გამოსავალია რა. ან რა solution-იც არის, ეგ არის 16 channel-იანი. რა მოდელის დატრენინგებული, ეგ არის 16 channel-იანი და ესე პროსტა ვერ ადგები და 32 channel-ზე ვერ გადაიყვან რა, ანუ პარამეტრებს რანდომად ვერ დაამატებ. ნუ შეიძლება ცადო და პროსტა პირველ არ იმუშავებს, ძალიან არ ვიცი, მიქაელ ლუკა თქვენ თუ ისეთი მაგის რამე ტექნიკა, იქ ვაკეთებენ ხოლმე რაღაცას, მაგრამ ხო არ ვიცი. წინ დაამატო მარტო ერთი ლეიერი 32-ის, არ ვიცი. დაჭირდება ალბათ. ანუ ვერ ისწავლე. ხო და ეხლა მაგ ეგეთი აზრი რომ შეცდომა დავუშვი ამ solution-ზე რა წავედი რა. ისაც ვთქვი რომ მქონდა და ამაზე რომ დავხარჯეთ რომ 32-ზე გადავედი, all in all შეიძლება ყველაზე კარგი შედეგი დადოს გრძელვადაში შეიძლება. თან ეხლა აქ augmentation-ც არ გამიკეთებია, პროსტა სატესტოდ გავუშვებთ ხო. მე ეხლა ამისიც მეშინია გამორთვის, იმიტომ რომ რატომ მეშინ არის პატარა, თქვა ცოტა ნაკლებ დატაზე რომ დაატრენინგო, მაგრამ მარტო ერთ ეპოქაში ისედაც ვერაფერს ვერ იზავს. ხო და არ ვიცი რა, ჩემი ეხლა მე ინტუიციამ კანახობს რომ ჯობია რომ ისინი პროსტა იპოვო, ჩაანაცვლო საშუალოებით ან ნულებით, უფრო ნულებით ჯობია. და რაღაცნაირად კარგი augmentation გააკეთო. და მაგაზე გააკეთო კარგი fine tuning-ი, სწორი loss ფუნქციით, ჭკვიანური რა ქვია მაგას, ჭკვიანური augmentation-ით გააკეთო. ეგ არის ჩემი აზრი. ნიკა ლუკა თქვენ რა სიტყვით? ხო, ჭკვიანური augmentation-ით უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა, ხო, არ უეჭველია მაგ ხელა ის რო ანვალები დადაში, მაგრამ მოდელის ამბავში ვფიქრობ მე ხარ უფრო რა შეიძლება გააკეთო რომ ეს ამოცანა უნდა წარმოედგინო რომ ორ ამოცანასთან ერთად გექნება 6 საათი დრო. რომელიც ეს ბევრად რთული ამოცანა. ხო, ეს ბევრად რთულია, შეიძლება უფრო ბევრად მარტივი რაც დაამატა, ბევრად მარტივი სვლადი დაამატა ან Y რა და სეგმენტაციის ამოცანის მაგალითად კლასიფიკაციის ამოცანა იყოს ან რამე ეგეთი რა. და ხო, ის კარგია რომ ეს იდეა გავაკეთეთ. რომ იცი რომ ამ ფოტოებში corrupt data ეგრე არის. მინიმუმ ეგიცით. რაც სულ არაფერს ჯობია ხა რაც გავაკეთე. მაგრამ ხო არის როგორი augmentation იმუშავებს, ეგ უეჭველი გასატესტია.
იმიტომ რომ შეიძლება სხვა დატაზეც გამოგადგეს ეგეთი აუგმენტაცია. სხვა ამოცანაც რო იყოს რა. ხო. ისე რაღაც მაინტერესებდა, ეხა ტრენინგზე რო დავინახე რა, ანუ 256-ს და 128-ს რატო გვაძლევენ, აი რაღაცა ლოგიკური აზრი ხო არ გაქვთ. ანუ ნუ ეხა ლოგიკური ისაა, რომ ერთი კაი ხარისხისა, მეორე ცუდის და რაღაცა პრობლემა იქნება რა დაბალ ხარისხიანზე, ground truth mask-ის იმაზე, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ანუ ორივეზე რატო ტრენინგდება რა, რამე კაი ვარიანტი. Additional სირთულე მგონია რა, არ ვიცი. ხო და ანუ რეალურად ის კაი არ იქნებოდა, რომ 256-ზე დავატრენინგოთ და 128-ზე არა. იმიტომ იქნება ჩემი აზრით უკეთესი, რომ მაღალ იმაზე რო დატრენინგდება, დაბალ ხარისხზე უფრო უკეთესად იმუშავებს რა. აი მარტივად რო ეგ წარმოვიდგინოთ. რატო არის ეგრე? აი 3x3 პიქსელები რო წარმოვიდგინოთ და მე წარმოვიდგინოთ 5x5. ანუ 5x5-ზე რაღაც ground truth masks რო დაამთხოს, ხო რაღაცა 10 პიქსელი შეიძლება დაამთხვიოს 25-დან და 3x3-ზე დაამთხვოს რაღაცა 5-ს. და ანუ რეალურად არეა ბევრად უფრო ოპტიმალური იქნება დიდ ხარისხის იმაზე, რა ქვია, სურათზე ვიდრე დაბალზე. და ანუ დიდ ხარისხის სურათი უფრო უკეთესად დაამთხვოს 128 განზომილებიანზეც რა წესით. არ ვიცი, არ ვიცი. არ მაქვს საკმარისი გამოცდილება ვიჟენში რომ მაგას შემოგედავო ან ინტუიცია მეუბნება რომ თლაც სწორი წინანდება არ არის რასაც ამბობ. მაგრამ შეიძლება იყოს სამართლიანი. მე ვფიქრობდი რომ რადგან ორნაირი ის ქონდა როგორღაც ვინ რაღაც ანუ რაღაცნაირად შეგვეკრიბა რა value-ები ორივე ფოტოსი და რაღაც გაგვერთიანებინა. ვაფშე ერთგივე ფოტოების ვერსიებია თუ არა ეგეც არ მინახია. ერთგივე ფოტოს ერთგივე რაღაცა პროსტო ორ სხვადასხვა განზომილებაში თუ ვაფშე სხვადასხვები არიან. თუ არ ვწდები მასე არის როგორც მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, არ მახსოვს ზუსტი. მაგრამ თავიდან ეგეთი იდეა მქონდა რომ როგორღაც 256 რაღაც ჩანქებად დაგვეყო, 128-ს დაგვეყო და მე იმათი მინ დაგვემატებინა მანც და რაღაც გაგვერთიანებინა, არ ვიცი ძალიან იმას თუ არ მოგწმდა ოღონდ. ეგ ვალზური იდეა. შოთა ერთი რა მაინტერესებს. როცა ნულებით ჩაანაცვლის magic value-ები. ეგ ნულები მე კიდე შეცვალე მაგ ჩენელის მედიანით? არა, ვაფშე აღარ შემედიანო, რატომ და ჩამენაცვლებინა? ერთ-ერთი იდეა მაქვს ეგ რა და მაგიტო ანუ ხა კიდევ ნულები ხო ჩავყარეთ. მაგრამ ერთი ვარიანტი ხო არის კიდე რომ მედიანაც ჩავყარო. აქ იმასთვის რომ ნულებს უფრო შეიძლება უკეთესავს, მაგრამ მან შეიძლება ის აერიოს რომ ანუ რეალური ამამეთ იქაც აერევა. ხო, იქაც არა ნულები მასკები ხო არ არის, რაღაც. მასკები არა. პიქსელები. კაი მე ვწდი მოკლედ. იმას და შეგატყობინებთ რა. ხო ანტონ. მეტადატა როგორ გამოიყენეთ აი დრო და აქ არ გამომიყენებია, მაგრამ მეტადატას გამოყენებაზე ვფიქრობდი, რომ აი რომ მორჩება ეს, ანუ აქ რომ ენკოდერი რომ მორჩება, აქ ადგე მეორე, ანუ რაცა რამდენიმე ლეიერიანი რაცა fully connected neural network-ი აიღო, იქ ჩასვა ის, იქიდან feature engineering-ები აიღო, რაღაცები ჩასვა. რაღაც feature-ები ხო პირველ ამოცანიდან იცით, ხო? რაღაცები ხო ემთხვევა, feature-ები თუ არ ემთხვევა? ვაფშე სხვა არის? არ გამეჩნევა პირველი ამოცანა. მეტადატა ხო მგონი სხვადასხვა ალბათ. ხო, ამ მეტადატა აქ მე როგორც ცალკე ჩანელები ეგრე დავამატე. ცალკე ჩანელი, მე 17 ჩანელა დაამატე? კი, 20 ჩანელამდე ავედი. და როგორ per pixel როგორ გადაიყვანე? per pixel არ გადავიყვანი, როგორც მახსოვს. ჩანელი ხო არის რაღაცა 1 height width-ი, ხო? და მაგათ როგორ გადაიყვანე? სად არის მეტადატა მოიცა? ანუ ეს დატა როგორ ეს ხო არის? ანუ თვითოულ დატაზე რა. და აი ეს ტიპი როგორ გადაიყვანე ჩენელად? პირველი ფოტოს ჩენელად. ხო, არა, მგონი ჩენელად არ დავიმატებია და ტყუილობდი ახლა. შეიძლება რაღაცა მოიფიქრო კაცმა და გადააქცო, პროს ანუ იდეა არის რომ per pixel, ანუ ჩენელის მოგამე რომ per pixel რაღაც ინფორმაცია უნდა იყოს და აქედან per pixel-ის ამოყვანას ვერ ხვდები.
არ მეფიქრია მეტადად, იმიტომ რომ მართლა ძალიან სწორად რომ მქონდა ხა ეს რაღაც excuse-ებს გეუბნებით, მაგრამ არ ხო არა, მქონდა. მეტადატა ძალიან სწორი, ანუ კარგი იქნება მეტადატას გამოყენება, მაგრამ როგორ დავამატე, ეგ არ მახსოვს, უყო მართლა და მაგიტო ვერ გეტყვი. ერთი GPT-მ რაც მითხრა და ფიქრობდი, არის რომ ამათით შეიძლება რომელიღაც ჩენელების დაპრედიქტება პიქსელები თუ არის ამოგდებულიო. მაგრამ რომელ პიქსელზე დაახლოებით ხო ვერ ჩასვა მაინც რა. ანუ საათის დრომ შეიძლება რაღაც აქედან გამოიყვანო დღიარი თუ ღამიარი, ეგეთი ფიჩერები გამოიყვანო რა. კი, ხო, მე რო დავაწერინე feature engineering-ი მეტადატათი, ძალიან რაღაც ჩახლართული სინუს კოსინუს გამრავლებები ჩასვა. მოდრე კუთხეებია და ის გამოყვანაც ხო არის მზის კუთხე და რაღაცეები და ხო, მაქედან შეიძლება რაღაც ფიჩერები და ნუ იდეა არის ეგეთი რომ მაგ ფიჩერებს რაღაცეებს უზამ. მე რადგები და მაგ ფიჩერებს რაღაცას უზავ და მე სად არის მოდელი აღწერილი? ხო, ყველაზე კლასიკური fusion-ი ხდება როგორც აი რაღაც იქ როგორ ხდება მაგალითად როცა რავი, ნებისმიერ encoder decoder სისტემაში არის რომ რაღაც კიდე ახალი დამატებით noise-ის დამატება როგორ აი მაგალითად როგორ diffusion მოდელები როგორ აგენერირებენ იმას სიტყვა ანუ diffusion მოდელის თავისი იდეა ხო არის რომ ფოტოდან იწყებ და ფოტოზე ამთავრებ noise-დან იწყებ და noise-ამდე ფოტოზე ამთავრებ მაგალითად ხო ანუ აღდგენას აკეთებ ნუ encoder decoder და ტექსტი როგორ შედის მან მე რო დავწერო დამიგენერირე რაღაცა სიმფსონების პერსონაჟი გიგის ფოტო სიმფსონების პერსონაჟად მაშინ ფოტოს მაგადაცე მაგრამ ეგ როგორ შედის ეგ სად შედის მაგისი სისტემ დიზაინი როგორ არის ხვდებით რას ვკითხულობ ან diffusion მოდელებში ტექსტი სად შედის ანტონ თუ like იქნება რემ ცადე რომ მიპასუხობა ანუ ვექტორში გადადის რაღაც ხო, რაღაც encoder-ში გაატარებ, რაღაც ბერტისნაირ რაღაცაში გაატარებ და მერე სად შედის. იმ რაღაც noise-თან ერთად რაღაცა fusion-ი ხდება და ერთიანად შედიან მერე decoder-ში, ხო? კი. ხო, აქაც იგივეა რა. აქაც ნუ იდეა არის ეგეთი, რომ ისინი ოღონდ პირდაპირ ფიჩერები არ უნდა შეუშვა, ჩემი აზრით ერთი ან ორი layer-ი უნდა მიამატერო რაღაცა წრფივი და არაწრფივი ტრანსფორმაციების ის იყოს, რა feature engineering-ი მოხდეს, კიდე დამატებით რაღაცების მაქედან ნეირონქსელი ხო feature engineering მანქანაა რაღაც ხრი და ამის encoder-ის output-ზე, იმის encoder-ის output-ზე გააკეთო დაამთხიო ისინი დაამთხიო განზომილებები fusion-ი გააკეთო მაგათი და ისე შეუშვა აქ ეგ არის ჩემი იდეა ანუ ჩემი რა GPT-ს რო ვკითხე ყველაზე ცნობილი არის რომ რაც encoder decoder-ებში როცა კიდე დამატებით ახალი წყაროს დამატება გინდა, მეტადატის დამატება გინდა, მაგას აკეთებ რა. მაგრამ ალბათ შეიძლება სხვანაირიც, რავი, შეიძლება, მაგრამ აქ თუ უკვე დაიწყე, ანუ მე ესე უყურებ რა, ანუ დეკოდირება თუ უკვე დაიწყე, მან აი აქ დამატებას ვერ ხვდები, აქ რატომ დაამატო რა. რავი. ანუ upscaling-ის ნაწილში დამატებას, ანუ ერთ upscale, ანუ n რაოდენობის upscale-ს რო უკვე გააკეთებ, მერე რატო შეიძლება იყოს საინტერესო მეტადატის დამატება, ანუ რატო ფიქრობ რომ მესამე upscaling-ზეა მნიშვნელოვანი დამატება, ანუ ინტუიცია მეუბნება რომ სანამ upscaling-ს დაიწყებ, მანამდე უნდა შეუშვა input-ში. მერე შეგიძლია ესენი ვაფშე გაყინო, ანუ ესენი გაყინო და იმის რამდენიმე layer-ი და ეს upscaling-ის unit-ის მარჯვენა მხარე დაატრენინგო. მაგრამ ამან გაყინვა არა, ეხა აქედანაც ხო skip connection-ებია და ალბათ საინტერესო იქნება არ გაყინვა, არ ვიცი. შოთა დაატრენინგე და შედეგი მიიღე უკვე. ვერა 3 საათი უნდა. ანუ 200 და 3 საათი არ გამითან ეხა ნახე აქ connecting უწერია, იმიტომ რომ მე რეტყობა ლეპტოპი გამეთიშა და არ ვარ დაწუნებული ამის მერე კოდს რო გავუშვებ, ეგ გაეშვება თუ არა. ხო, ოკეი. არა ნუ ჩემი რჩევა, ანუ ჩემი ამ ლექციის მერე რამენდე რო წაიღოთ რა. პირველ რიგში ახლა სანამ შემდეგ ლექციებს ჩაგიტარებთ, ამას აგიხსნით სალიად. სალიასაც თხოვ რომ თავისი უშუალოდ უფრო მეტი გამოცდილებით, ეხლა დატაზეც უფრო კარგ რჩევებს მოგცეს, როგორი აუგმენტაცია არის. აქ ისე დატა რომ ძალიან ლოგიკური არის. და ლოგიკური მსჯელობითაც მიხვა რაღაცას, მაგრამ სალიას ექსპერტული აზრი პირველად საინტერესო იქნება ირაკლის აზრი. და ირაკლით ჩაგიტარებთ, ამაზე ლექციაზე თხოვ რომ ამაზე გესაუბროთ. და
ჩემი მხრიდან რაც მინდა რომ წაიღოთ არის რომ ანუ ეგ იქნება კვირას დღეს არის ხუთშაბათი არასკევი შაბათი გაქვთ მანამდე შაბათს კაი ჰაკათონზე გადიხარ დღეს საღამო და ხვალ მინდა რომ წინა ამოცანა ეს ამოცანაც ხან დაიკიდეთ წინა ამოცანა რაც ნახე ყველას ქონდეთ დასაბმითებული მინიმუმ Word to კი როცადე მე ეგ მაინც გავუშვით ანუ რაღაცები ცადეთ თქვენი და ანუ გუში ხო რაღაც ამ ლექციებმა არ მინდა რომ პროსტა ჩაიაროს რომ აგიხსენით და უისმინეთ და მოგაი ხა თან ხა ამ ლექციაზე მithom ეს ვერ იტყვით ვერაფერსეთ ვერ გითხარით ვერ მოვასწარეთ გავლა მაგრამ ხო რა ანუ პირველ ლექციაზე ცალსახად წინ გუშინდელი ძალიან კაი იყო და ადექით და ცადეთ რაღაცები მილიონი იდეა ჩამოწერეთ რა შეიძლება გააკეთოთ ბოლოში ნიკამ დატაც კი მოგცათ ამიტომ რაღაც დაწყებული ჩაოლებრივი და რა მილიონი სხვა იდეა ვცადეთ და თქვენ რომელიც მოგეწონათ ცადეთ კოდის პლაგერიზზე არაფერი არ იქნება GPT-ს დააგენერებინეთ იგივე რაც მე თქვი ხო სიტყვაზე ხა ჩემ პოსტს ვარ დააკოპირებთ ამიტომ ცადეთ ანუ ჩემი კვირადი შაბათ დილით შევამოწმებ ამას ძალიან მარტივი შესამოწმებელია რანკინგი ყველას უნდა ქონდეს დასაბმითებული თან უკვე იცით ხო რომ მოდელი უნდა ატვირთო და ის ამიტომ ყველას უნდა ქონდეს დასაბმითებული კამელეონის ამოცანა იმიტომ ლექცია გაგირჩიეთ მილიონი იდეა ჩაგიყარეთ advanced და მარტივიც და ყველანაირიც 0.70 80 უნდა დადოთ რამენაირად ანუ 65 არის დეფოლტად როცა აგზავნე 65-ზე მეტი უნდა იყოს რა ვიღაცამა ვიც დაასაბმითეთ და ერთი ქულა გაქვთ ან 98 ეგეთი მაღალი ქულა მაგას ვერ აჯობებთ მაგრამ უნდა სკრინი მანახოთ რომ აი ამაზე ნახე გავუშვი და მივიღე 88 სიტყვაზე და იქ ხა იმას ვერ აჯობებთ და იმიტომ არ გამოგიშდებათ იქ ხა რანკინგზე მაგას ვერ ვნახავ მაგრამ უნდა მანახოთ რაღაც ქენით იმიტომ რომ სხვანაირად აზრი არ აქვს რა ხა თქვენი მოსმენით ვერ ისწავლით რა სამ თქვენაცით იგივეს ამიტომ ცადეთ და მე შემდეგ კვირაში ჩვენი მიზანი იქნება რომ რაღაცა სხვა ამოცანი მოვიფიქროთ ამ დატაზე ან რაღაცა ტასკები მოგცეთ რომ ამ დატაზე ამ ამოცანასთან რაღაცა გააკეთოთ მაგას მოვიფიქრებთ და მე კვირა დღესაც კაი ჯანდაბას ბევრი ლექცია გაქვთ ორშაბათს ხო ანუ შემდეგ კვირაშიც 4 შაბათამდე ისეც უნდა ქონდეს დასაბმითებული რამენაირად იდეები ჩაგიყარეთ ხო ანაც აუგმენტაციები ცადეთ ბევრი რაღაც ცადეთ რა და კიდე ეს არის რომ სალიანსანაც მომზადებულები მიდით გადაიმეორეთ ანუ არ ელოდოთ რომ ლექტორიდან მიხვა და ის ამიხსნით თქვენ წინაცა რაღაცები გაიარეთ რა სეგმენტაციაზე გაიხსენეთ რაღაცები უფრო კარგად დაგამახსოვრდებათ მე რომ მოგიყვებათ ვიდრე იქ რომ ნუ აღარ გემახსოვრებათ ისე მიხვალთ და აგიხსნით არა თქვენ თუ გავართ უფრო დაგამახსოვრდებათ აი რა მე პრინციპში ბევრი სათქმელი აღარ მაქვს თქვენასთან რასაც ვიზამდი არის რომ ალბათ არ შევეცდებოდი დიდად ამ მოდელის არქიტექტურის ნახე მე ვცდილობ რომ 32 ჩენელზე გადავიყვანე და ცუდი სტრატეგიაა იმიტომ რომ ნულიდან გაცვნა ასეთ პატარა დატაზე სეგმენტაციაზე ერთ ეპოქაში ან სერიალი და ერთ ეპოქაში 3 საათი უნდა იქ აზრი არა აქვს ხო ამიტომაც თუ სოლუშენი არსებობს არის რომ ამის დატრენინგებული წონები უნდა გამოიყენო და ზემოდან რაღაცები დააშენო მოსულა და გააკეთო fine tuning-ი რა ეს მეტადატას გამოყენებაც ალბათ რაღაცას უშველის მაგრამ მეტადატა ნახე ეხა მოდელირებაში არა გაქვს პრობლემა ვიც კალკულას ვერ დებთ მოდელირებაში დამიჯერეთ არ არის პრობლემა ეს მოდელი საკმარისად კარგი მოდელია რომ რაღაცა შედეგი დადოთ რა მაგაზე უკეთეს ვერ დებთ მანდარი დატა აუგმენტაცია ხო ნახეთ ანუ ტესტ სეტში უფრო მეტი ცუდი გაქვს და ტრენინგ სეტშიც რაღაც ისე სხვანაირი ცუდები გაქვს რომელიც ნაკლებად არის რა და ამიტომ აუგმენტაცია საჭირო რანდომად რაღაცები გაანულეთ ყველაზე მარტივი აუგმენტაცია აი რაცადეთ იცი დეფოლტ კოდი ხო არის დაამატეთ რომ რანდომად გაორმაგეთ დატა სიტყვაზე ანაც ცოტა ხანი გავდო და რანდომად თითოეულ ერთსალ დატაზე ცადეთ რანდომ ერთი ან დაარანდომეთ ასევე რაოდენობა და გაუთიშე ისინი რა ჩენელები გაანულებ ჩენელები და ყველა მე რაც ნახე ეს შვიდები ყველგან გაანულე და ეს დაამატე პროსტ ეს დაამატე და ნახე შედეგს დადებ თუ არა ჩემი აზრით უკეთეს შედეგი უნდა დადო თუ სწორ აუგმენტაციებს გაკეთებ ბევრად უკეთეს შედეგი უნდა დადო მე შემდეგი არის რომ დაამატო ამას რაც ფოკალ ლოსი მაგალითად და ნახო რას იზავს როცა მიხვდები რომ აი
პერფორმანსი აღარ იწურება და შენი აზრით დატაში ყველაფერს სწორად აკეთებ, ადექიდან მერე გააკეთე ეგ ყველაფერი. მერე გააკეთე მოდელის აქედან მეტადატის დამატება და რაღაც კიდე ერთი ლეერის დამატება, მაგრამ ანუ მე მჯერა რომ არქიტექტურა ფუნდამენტურად არ უნდა შეცვალო რა, იმიტომ რომ 16 ჩენელიან დატაზე სულ 2000 ფოტო გაქვს, ნულიდან და ტრენინგება რთულია რა. თან ერთ-ერთობაზე მეტი ახლა მე ვერ დავატრენინგე და რანდომად რაღაც კონნეტი რო აიღოთ, მიკა შენ ცადე რამე ეგეთი არ მახსოვს. ა რამე სხვა არქიტექტურით ნულიდან ცადე და ტრენინგება? მამოცანის? ხო. არა, ეხლა ჩარეჩა. ოკეი. თუ შედეგი და შეიძლება ხა იყოს, კაი ხა მე არ ვიცი სამდე გაიქაჩა, მაგრამ კიდე ერთხელ გავუშვებ სახში ჩემ კომპიუტერზე ამ შეიძლება ნაკლებ დატაზე და ვნახოთ. ბიტის გამოყენებაც ხო შეიძლება. რისი? Vision Transformer-ის. კი. ხო, მაგრამ ნახე attention map-ები რო აიღო და. არა, გავიგი რა სწავ, მაგრამ ნახე პრობლემა რა არის? პირობაში წერე რომ pre-trained მოდელს ვერ გამოიყენებ და Vision Transformer-ს ნულიდან დატრენინგება 2000 დატაზე რა ვიცი. პატარა მოდელი რო ავიღო მაინც. არ ვიცი, სად ანუ მაგ ცდაში სულ თუ არაფერი არ გამოვა, მაინც ბევრ რაღაცას ისწავლი. ანუ მე არ მინდა რომ რაღაც რანდომ რაღაცები წავ. ამ ამოცანის ფარგლებში რაღაცის და არის მისაღები. მინიმუმ გეცოდინებათ და ინფორმაცია გეცოდინებათ, რომ ამ დატაზე Vision Transformer-ი მუშაობს მაგრად. და ერთი ეპოქა ყოფნის რომ კაი რაღაცები ისწავლოს. ამ ამ ზომაში ეგ რო გეცოდინება, მე სხვა Y რო გექნება, იქაც იზამ რა. ამიტომაც ეგეთი, ანუ უსაზღროდ ბევრი შესაძლებლობა გაქვთ რაღაცები ცადოთ. ამიტომაც ცადეთ რა, სახში ხო ხართ ეხლა თუ იმეს კიდე სხვა ოლიმპიადებზე გადიხართ და რაღაც ტასკები გაქვთ, არ ვიცი, მაგრამ წესი თუ სხვა საქმე არ გაქვთ, ცადეთ რა. ანუ ძალიან კაი იდეაა, ანტო, რაც ყველა რა თქვით, კარგი იდეები თქვით, მაგრამ ანუ მე რატომ მეუბნებით, ცადეთ და მე ერთმანეთში გაცვალეთ რა მიმუშავა, რა არ იმუშავა. მეც მითხარით, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ხო რა რაღაცები ცადეთ რა. ამათ ოფიციალური ჰინტი რა იყო? ვეცა ოფიციალური ჰინტში რა უწერიათ? ბევრი არაფერი არ ვთქვა, კონტროლოსი გამო. ხო. ეხლა გამახსენა კიდე რა უნდა მეთქვა. ანუ პიქსელები გადავიყვანე გრძედში და განედში რა. ანუ იხო იდაჯი წერია მეტადატაში. და ეგ გადავიყვანე იმაში გრძედში და განედში და ძირითადი მონაცემები, ანუ ყველა საერთოდ, ანუ აუთლაიერი რამე არ არის, ყველა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან კანადაში რა. და ზოგი მონაცემი არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ანუ აი ხა რო დავჩეკე, ერთსა და მეორე მონაცემ შორის არის იგივე მანძილი, რაც არის. ეგ ძალიან overfit მგონია რა. ანუ მე რასაც იძახი, ალბათ მნიშვნელოვანია, მაგრამ ანუ როგორც იცი რომ აი რაღაც backdoor solutions გავს ეგ რა. ხო, მაგრამ წინა წელს ხო ეგრე ქნეს იმაზე box-ზე კი არა, ანუ კონკრეტული ფიჩერი რო აიღეს იქ, რა ქვია. არა, გავიგე, მაგრამ ნახე, შეიძლება ხო რა, ანუ იქ ძალიან თუ რაღაცა სიტუაცია იყო, შეგვიძლია ავდგეთ და აი ორი ძალიან ახლოს რო არის კოორდინატები ერთმანეთთან, აი ერთი ვნახე, აი რავი, თბილისსა და თელავს როგორც მანძილი არის, ზუსტად ეგეთია და ეხლა რა განსხვავება უნდა იყოს ამინჩში რა. და ეგეთ სიტუაცია რო იქ თუ სხვადასხვა დროს არის გადაღებული, ერთგვარ დროს არის გადაღებული. ხო, აი ეგაა პრობლემა, ხო, აი ეგაა პრობლემა. ეგ შეიძლება გამოიყენო აუგმენტაციის სიმართლისთვის, ხო? მაგრამ აუგმენტაცია მე მჯერა რომ უნდა იყოს პროსტა რანდომად ცუდი პიქსელების დამატება. მე ეგრე უყურებ აუგმენტაციას, ანუ ახალი დატის გაჩენის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ხედავ ახალი ცუდი დატის გაჩენის აუცილებლობას, რომ უფრო robust იყოს მოდელი, იმიტომ რომ დიდი აი ეგეთი ხა მე მეცადე ეგეთი თეორია, რა მარტივი შესამოწმებელია, იცი? ნახე რომლები გამაზა, ყველაზე ნაკლები intersection over union რომელზე ქონდა, დაისქორი, ყველაზე ნაკლები რომელზე ქონდა. და ის სურათებში ნახე რა გამაზა. და რატო გამაზა ეგენი რა და ეგ დატა ნახე და უი ამას გათიშული ქონდა 3 ჩენელი. ხო და ანუ შეიძლება მე ვწდები და ახალ უფრო მეტი დატა ჭირდება და რაღაც რამე უნდა მოიფიქრო და თქვენ და ჩემი პროცესი ინტუიცია მეუბნება რომ უფრო robust უნდა გახადო. ანუ ეხა მოდელი არ არის კარგი, იმიტომ რომ საკმარისად robust არ არის
ამათ ცუდ დატაზე, ცუდ ტესტ, ანუ ცუდ რა რეალურ სამყაროს ტესტ დატაზე. ჩემი ინტუიცია ეგ არის, ამიტომაც ეგრე უნდა ცადო. მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ რა აუგმენტაციაც აქ იმუშავებს, დაახლოებით იგივე იმუშავებს იქაც. ამიტომაც აი ესე შეხედეთ რა, ანუ მარტო ამ ამოცანას არ ჩააცილეთ ბოლომდე. უყურეთ რომ სავარაუდოდ ამ დატაზე მოგიწევთ მუშაობა. ანუ რაც ამაზე იმუშავებს, იქაც იმუშავებს. რაღაც ანუ starting point-ი გექნება. შეიძლება არ გადაითარგმნოს, მაგრამ რაღაცა starting point-ი გექნებათ რა. ხო. ნიკა ლუკა თქვენ ხო არ გინდათ რამე ზამატება, იმიტომ რომ მე დიდად ერდეგივეს მიმეორებ უკვე. არა, მოდელის ამბავში უფრო ვეჩალიჩები მე ხა და რამეს თუ კაც მივაგენი მოკლედ გეტყვით რა. ხამ ეტაპზე მეტი. ეგ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ამ დატას რამდენიმე ეპოქა, ოღონდ ხა თუ 3 საათი ჭირდება აზრი არა აქვს, ხო? რაცა 10-15 წუთს თემაში თუ ტრენინგდება და კარგ შედეგებს დებს, ესე იგი ღირს არქიტექტურის გამოცვლაც. მე 25 ეპოქაზე ვატრენინგებდი და 20 წუთი მაქსიმუმ ყოფნიდა. ბორიუმზე GPU ქონდა ალბათ, ხო? ხო, კი, მელოთხით. მაგრამ ძალიან ცუდი GPU არის, არ არის ნულიდან აგებული ხალხი თავიდან. იგი ნულიდან აგებული ქონდა? და ალბათ იმიტომ რომ კარგი შედეგი. არა, კარგი შედეგს ვერ ვდებდი, 0.51 მაქვს. ხო და მან კითხვა არის, რომ იმის გამო რომ იმიჯ კლასიფიკაციას 1000 ფოტოთი ვერ იზავს. სეგმენტაციაც ეგეთი რთული ამოცანა არის. Upscaling უნდა გაქვს, unit უდიდესი მოდელია რა. ხო რაც უნდა ისაა, ანუ მაგით 1000 რაღაც ფოტოთი 25 ეპოქით არ ვიცი რამდენად შეძლებ რომ კარგად დაატრენინგო. ხო ხდება მაგას არ შეიძლება არ არის საკმარისი და solution-ი არის ცალსახად ამ აღებული unit-ის fine tuning-ში ოღონდ მაგარი დატით და სწორი loss ფუნქციით და მაგარი best practice-ები, deep learning best practice-ებით რა. ლუკა შენ ხო არ იტყვი რამეს? არა, საერთოდ ის ვერ ჩავჭერე ამ საერთოდ. აი, გამორთა მაშინ recordings.